დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელი თქვენს ეკრანზე ყაზახი არბიტრი იყო, რომელმაც მისანიშანი და შეხვედრა დაიწყეს ტუბრემმა დეჩიჩის ფეხბურთელებმა. მონტენეგროელების სასტარტო შემადგენლობა ასეთია: მეკარე ნომერი 1 იგორ ნიკიჩი, 4 სტეფან მილიჩი, 5 ჟარკო ტომაშევიჩი, 6 ლუკა მალეშევიჩი, 8 კაიკი ავგუსტო, 10 ასიმირ კაიევიჩი, 11 იან კულეიო, 20 პეტარ სეკულოვიჩი, 22 გუნდის კაპიტანი ჯონათან დრეშაი, 50 ბოიან მატიჩი და 77 ნომრით ვუკ სტრიკოვიჩი. მილორად პეკოვიჩი გახლავთ მონტენეგროელთა მთავარი მწვრთნელი, მათზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ბათუმელთა სათადარიგოს კამზე მსხდომ ფეხბურთელებზე ვქვათ ჯერჯერობით მეკარე, 2 მეკარე, 1 მათე თურმანიძე და 13 ლუკა ხარატიშვილი, 2 ნიკოლოზ მალი, 9 დავით მუჭირი, 19 ვერდი მარა, 21 ბუბაქარ ტამბედი, 22 დავით ინაიშვილი, 31 რევაზინჯგია და 40 დიტო ფაჩულია. ღევანდელ შეხვედრას ჯის საიდ კარაბაიევი, 31 წლის ხაზახი არბიტრი. არ მიყვარს არბიტრებზე საუბარი, არბიტრები ყოველთვის კარგები არიან მაშინ, როდესაც ყველაზე შეუმჩნევლები არიან, მაგრამ წინა მატჩიდან გამომდინარე ცოტა მეტი ამ არბიტრის შესახებ. საჯი 31 წლის, სხვადასხვა საკმაოდ ახალგაზრდა, ევროთასებზე დებიუტი მას 2 წლის წინ ჰქონდა და აქ სახიფათო ეპიზოდი შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება ალბათ დარტყმა ამ ეპიზოდში არა ვერ ახერხებენ ბათუმელი ფეხბურთელები. პირველივე წუთზე, უბრალოდ მეორე წუთი მიმდინარე შეეძლოთ ალბათ სტუმართა გუნდის შეცდომით ესარგებლოთ ბათუმელებს და დაერთხათ კარის მიმართულებით. საჯზე განვაგრძობ საუბარს. დებიუტი მას ევროთასებზე კონფერენს ლიგაზე ჰქონდა და ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ დებიუტი ჰქონდა გორში. მას დილასა და ფინური კუოპიონ პალოს ევროსთან შეხვედრაში. მთავარ არბიტრად გასულ წელსაც იმუშავა კონფერენს ლიგაზე, მესამე ეტაპის შეხვედრა უკვე და წელს ერთი კვირის წინ მხოლოდ მეოთხე მსაჯი იყო. ერთი მატჩია მხოლოდ და მხოლოდ ნამსაჯი სანაკრებო დონეზე Euro 2024 წლის შესარჩევი, ეს იყო ბოსნია ლიხტენშტეინი, ასე რომ დიდი გამოცდილების არბიტრი არ არის და დღეს ისიც ვთქვათ, რომ დღეს არ არის ვარი კონფერენს ლიგის ამ ეტაპებზე, ვარი არ არის. ასე რომ ეს არ არის კარგი, აქ კარგი შეტევა პირველივე წუთებზე მონტენეგროელი ფეხბურთელებისა და სავარაუდოდ ისინი კონჩეტევებზე ეცდებიან თამაშს და მოიგერიეს ბათუმელმა ფეხბურთელებმა. ორივე გუნდი თავისი ქვეყნის ჩემპიონია, როგორც მოგეხსენება, თუ საქართველოს ჩემპიონატი გვიან შემოდგომაზე დასრულდა და უკვე ზამთარში გადადის ფაქტურად, როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ ელოდებოდა დინამო ბათუმი ევროთასებს. მონტენეგროს ჩემპიონატი არც თუ ისე ცოტა ხნის წინ დასრულდა და დეჩიჩმა ისტორიაში პირველად ქალაქ ტუზის გუნდმა. ძალიან პატარა ქალაქია, ძირითადად ალბანელები დასახლებული, ალბანეთის საზღვართან არის ახლოს და გუნდის ეთნიკურად რამდენიმე ალბანელი თამაშობს, რომელიც მონტენეგროს მოქალაქე გახლავთ. ეს ანდრი დემჩენკოა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბათუმელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი. ასე რომ დეჩიჩისთვის ეს ისტორიული შეხვედრა გახლავთ, ისტორიული მონაწილეობა ევროთასებზე, თუმცა ევროთასებზე გუნდი მესამეჯერ არის. წინა ორ შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე იყო, აქ ფრთხილად არის თამაში საჭირო. რიკარდო სილვა გამოიტანს ალბათ და ასეც იქცევა. წინა ჯალენ ბლესამ უნდა ითამაშოს, თავით ცდილობდა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ გამოვიდა და აუტი მოაწვიან ბათუმელი ფეხბურთელები. რაც შეეხება მოკლედ ვიტყვი ამ გუნდის შესახებ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის პერიოდში არაფერს არ წარმოადგენდა, მოდი პირდაპირ ვთქვათ, დაბალ ლიგებში ასპარეზობდა მხოლოდ და არანაირი რაღაცა უმნიშვნელო წარმატებაც კი არ ქონია გუნდს. თვითონ მონტენეგროს დამოუკიდებელი ჩემპიონატი 2006-7 წლებიდან ტარდება და მას შემდეგ ერთხელ იყო გავარდნილი გუნდი უმაღლესი ლიგიდან, უმაღლეს ლიგას ვეძახით მთავარ ლიგიდან და მიმდინარე წელს უკვე გასულ სეზონში პირველად მოიპოვა ჩემპიონობა. ევროთასებზე გუნდი მესამედ არის, წინა ორი სადებიუტო მატჩები წარუმატებელი გამოდგა გუნდისთვის, ორივე შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე პირველ ეტაპზე დამარცხდა გუნდი. პირველად კოსოვოს დივტასთან ორივე მატჩი წააგო 2021 წელს, ხოლო 2022 წელს დინამო მინსკთან. ასევე აქვს შორეული დარტყმა და კუთხური იქნება მარჯვენა ფრთიდან. წელს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა ნიუ საინსთან, უელსურ გუნდთან წააგო დეჩიჩმა და გადმოერთო ისევე როგორც დინამო ბათუმი. თუმცა დინამო ბათუმი მართლა გულდასაწყვეტია, რომ დინამო ბათუმი კონფერენს ლიგაზე არის და არა ჩემპიონთა ლიგაზე. ყველამ ერთად ნახეთ ის მატჩი, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა აქ ამ სტადიონზე და დინამო ბათუმი იმსახურებდა მეც. ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით. არ ვიცი ვინ მეთანხმება, ვინ არა, მაგრამ დინამო ბათუმმა და დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, როგორც ახლა ცდილობდნენ იმის გაკეთებას, რომ გუნდი დაერწყათ და გაეგზავნათ კარის მორთულებს, აქ აუტი იქნება თუ არა, ჯარიმა დანიშნა, მე მგონი საჯმა. სად გადავიდა გუნდი აქედან ცოტა ძნელი გასაწევი იყო.
ყოველ შემთხვევაში მონტენეგროელები განაახლებენ თამაშს. წინა შეხვედრას დაუბრუნდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ალბათ მეტი ეკუთვნოდა დინამო ბათუმს და ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანა კიდევ ერთი ვერ მოახერხეს ბათუმელმა ფეხბურთელებმა. ჯარიმა, რა თქმა უნდა, აქ დაჯარიმდნენ მონტენეგროელი ფეხბურთელები. დინამო ბათუმის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, არც ერთ ცვლილება არ აქვს. ვიკიდებოთ, ხოლო რაც შეეხება მილორად პეტკოვიჩს, ეს სხვა შორის მონტენეგროს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და ეს ადამიანი, ეს როგორც ფეხბურთელი, თავის დროზე თბილისშიც არის ნამყოფი მონტენეგროს შემადგენლობაში მას აქვს. ნათამაშები თბილისში ის მატჩი, რომელიც 0-0 დასრულდა 2010 წლის სუპერ ჩემპიონის შესარჩევის შეხვედრა, გახსოვთ ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარს ის შესარჩევი, ის წარუმატებელი შესარჩევი მოდი პირდაპირ თქვა და მაშინ მონტენეგროს ნაკრებთან თბილისში ფრეთვი თამაშის თუნდაც კი წავაგეთ. აქ ძლიერია ეს გადაცემა. ასე რომ მილორად პეტკოვიჩი 46 წლის გახლავთ, ნაკრებში საკმაოდ ბევრი აქვს ნათამაშები, საკლუბო კარიერას არ დაეწუნება, ბოლო პარტიზანში აქვს სერბეთის ნათამაშები, შემდეგ გერმანიაში თამაშობდა და ალბათ საუკეთესო პერიოდი გაატარა მაინცში. სწორედ იმ პერიოდში მაინცის შემადგენლობაში თამაშობდა, როდესაც თბილისში იყო ეს ფეხბურთელი იმ პერიოდში, ასე რომ კარგი ფეხბურთელი იყო, როგორც სპეციალისტია, მეტყველებს ის რომ გუნდი ჩაიბარა გასული სეზონის დასაწყისში და პირველივე ჯერზე, ასე ვთქვათ, ბეჭდში გახადა თავისი ქვეყნის ჩემპიონი, ასე რომ ცუდი სპეციალისტი ეს ადამიანი არ უნდა იყოს. ზოგადად საფასო შეხვედრა, ამასაც გეტყვით, რომ არ ჩატარდება ტუში, დაგეგმილია პოდგორიცაში ეს შეხვედრა, რადგანაც ტუზის სტადიონი ამ ეტაპის მატჩების მასპინძლობას ვერ აკმაყოფილებს, ასეთია უეფას გადაწყვეტილება და არაფერი არ შეიძლება, ბუნებრივია. ბევრს ვერაფერს ვერ იცით, ვერც იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეს მოედანზე არიან, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი თეთრ მაისურებში მოთამაშე ფეხბურთელები და დინამო ბათუმის ფეხბურთელები. აქვე კიდევ ერთი ახმედ სოილიხი, წინა შეხვედრებში განაცხადში იყო, მას არ უთამაშია და მისი ტრანსფერი როგორც ჩანს საბოლოოდ არ შედგა, იყო გუნდის განაცხადში შეყვანილი, მაგრამ ის მან დატოვა უკვე დინამო ბათუმი რაღაც გარკვეული ოჯახური პირობების გამო, რამდენადაც არის ოფიციალურად ნათქვამი და მან ის გაემგზავრა უკვე სამშობლოში და ის დინამო ბათუმის ფეხბურთელი აღარ არის. ასე რომ ალბათ დინამო ბათუმს დაჭირდება შეცდება, რადგანაც რაოდენობრივადაც ფეხბურთელები გუნდში ბევრი არ არიან, რადგანაც ბევრი ფეხბურთელი იცით რომ წავიდა. ეს ყვითელი ბარათია ჯარიმასთან ერთად, რა თქმა უნდა და დიდი ალბათობით კი ასეც არის პირველი ყვითელი ბარათი. არა აქვს მნიშვნელობა ეს პირველი იყო თუ მე რამდენი შემთხვევა იყო, მე-11 ნომერი არგენტინელი იან პულეიო იღებს ყვითელ ბარათს აი ამ საწყის წუთებშივე. არიან ლეგიონერები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ჩვენი მეტოქე შემადგენლობაში და ძალიან საინტერესო ერთი რაც არის, აი ეს დაკვირვება, სამი ფეხბურთელი არის ძირითად შემადგენლობაში, ეს არის მე-10 ნომერი ასმირ კაიევიჩი, ეს არის მე-20 პეტარ სეკულოვიჩი და 77 ბუკ სტრიკოვიჩი, რომლებიც პირველად არიან ძირითად შემადგენლობაში. ასე რომ აი ეს როგორც ჩანს თავარი მწვრთნელი პეტკოვიჩი უკმაყოფილო იყო, ან მოდი ესე ვიტყვი, მაინც კმაყოფილი არ იყო წინა შეხვედრაში თავისი გუნდის თამაშით და აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები გააკეთა. ის ახალწეულები, რომლებიც არიან გუნდში, უკვე 5 მათგანი არის ძირითად შემადგენლობაში წინა სეზონთან შედარებით, თქვი კაიევიჩი, თქვი მალეშე ტომაშევიჩი, სტრიკოვიჩი და სეკულოვიჩი, ასევე ტომაშევიჩი, მალეშევიჩი, პულეიო არის ახალწეული და ალენ მაშოვიჩი, რომელიც წინა შეხვედრებში თამაშობდა, დღეს ის თადარიგში არის. ასე რომ გუნდი ნაწილობრივ მაინც გადახალისებულია ის, რაც იყო გასულ სეზონში. თუმცა ალბათ ვერავინ ვერ დაიჩენებს, რომ ამ გუნდის თამაში იცის, ამ გუნდის თამაში ბევრი აქვს ნანახი, ეხა ფრაგმენტებს არ გულისხმობ და გუნდი კარგად შესწავლილი ყავს. ნიუსაინსთან შეხვედრას რაღაცა გარკვეული ძალიან ფრაგმენტულად თუ შევხედავდით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ამ გუნდმა ვერ დატოვა და მოდი პირდაპირ ვთქვა, დღეს დინამო ბათუმი ფავორიტია. დღეს დინამო ბათუმმა უნდა შეძლოს, რომ თუნდაც აქ საკუთარ მოედანზე აჭარაბეთ არენაზე აი ამ გულშემატკივრის მხარდაჭერით ლუდოგორესთან ცოტა მეტი იყო გულშემატკივარი, მოდი ესეც ვაღიაროთ. უნდა მოიგოს ალბათ ისე რომ საფოსტო შეხვედრისათვის გარკვეულად მოდი პირდაპირ ვთქვათ, არ ვიცი რა დავარქვათ ამას, მაგრამ ასე ვთქვათ ხასიათი გაიუმჯობესოს წინა შეხვედრაში. მართალია მოგებული შეხვედრისა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საბოლოო ორი მატჩის ჯამში წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი არ არის ჯარიმა, როგორც ჩანს არ არის, ასე მიიჩნევს დღევანდელი შეხვედრის არბიტრი, ყაზახი არბიტრი და თამაში
გაგრძელდება და გააგრძელებენ მას იგორ ნიკიჩი. იგორ ნიკიჩი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ეროვნულ ნაკრებში დეჩიჩიდან, როგორც გახსოვთ ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მონტენეგროში გამართა ბოლო საწვრთნელი შეხვედრა და როგორც ჩანს იგივე მდგომარეობა პატარა ქვეყნებში ასეთი რამ გასაკვირი არ არის და არც მონტენეგროს თავმჯდომარე ლეგენდარული ხორვატი რობერტ პროსინეჩკი არც ყალბობს ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს. ორად-ორი ფეხბურთელი ყავდა 25-დან, მაშინ 25 ფეხბურთელი ყავდა მას შეკრებაზე და ორივე მეკარე იყო, ერთმა მეკარემ ითამაშა, ის ბუდუჩნოსკის მონტენეგროს ყველაზე ტრადიციული გუნდის მეკარე იდგა ჩვენ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ორივე შეხვედრაში თადარიგში იყო ნიკიჩი, რომელიც დღეს სწორედ დეჩიჩის მთავარ მეკარედ ითვლება და ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. ვერც ჩემპიონატზე ვერ უწევს განსაკუთრებით ბევრს, რადგანაც მონტენეგროს ჩემპიონატი UEFA-ს რეიტინგით ჩვენ ჩემპიონატზე დაბლოკეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუნდაც ისტორიის, თუნდაც ფეხბურთელებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სავსებით რეალურად უნდა ვთქვა და შეგვიძლია ამაზე საუბარი, დღეს დინამო ბათუმი ფავორიტია. ძალიან რისკავს ამ შემთხვევაში იგორ ნიკიჩი, მაგრამ ამჯერად მას გაუმართლა ბათუმელი ფეხბურთელები არიან ბურთით გუნდის კაპიტანი მამუკა კობახიძე. გუნდში ბათუმელთა შემადგენლობაში რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, თუნდაც კობახიძე იყო, თუნდაც მამუჩაშვილი მოედნის ცენტრში არაჩვეულებრივი შეხვედრები ჰქონდა მამუჩაშვილთან, მან ყველაფერი გააკეთა პირველ ორ შეხვედრაში, ორივე შეხვედრაში უფრო სწორად ბულგარელებთან, მაგრამ ეს მისი ბრძოლა არ იყო საკმარისი იმისათვის. ძალიან კარგი მატჩები ჰქონდა პაატა გუდუშაუს, ასევე შეგვიძლია აღვნიშნოთ და ასე რომ არიან ის ინდივიდუალისტები, ძალიან კარგი ფეხბურთელები დინამო ბათუმის შემადგენლობაში, რომელთაც შეუძლიათ ეს ბარიერი გაიარონ. ვიცით რა თქმა უნდა შემდეგ ვის შეიძლება შეხვდეს ამ წუთში გამარჯვებული, პირდაპირ უწყი ფინური ჰიკია ეს გუნდი, ერთი შეხედვით არც თუ სუსტი გუნდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მათ ძალიან მოულოდნელად ლიეტუვას ჩემპიონთან დათმის პირველი ეტაპის შეხვედრა, როგორც ჩანს ჰელსინკის საფეხბურთო კლუბი ასე არის ფინურად ჰელსინკინგ რეალ კაპოლო კლუბი არ არის დღევანდელ რეალობაში ისეთი ძლიერი როგორც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ფინეთის ჩემპიონატის მიმდინარეობს გუნდი აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარავთ რომ ცუდ ფორმაში არ უნდა იყოს, მაგრამ ნახოთ მანამდე შორია, მანამდე ეს მატჩი არის მოსაგები და რა თქმა უნდა ყველაფერი მაინც ორ მატჩი მეორე შეხვედრაში გადაწყდება, რადგანაც ეს არის ორ შეხვედრიანი დუელი. ამ ცოტა ყურადღებით უნდა იყოს პორტუგალიელი მეკარე, ასეთი შეცდომების დაშვება საკუთარ საჯარიმოში რა თქმა უნდა არ შეიძლება, უნდა გამოიტანოს ბათუმელმა ფეხბურთელებმა გუნდი. კარგია ვანდერსონ სილვა ტექნიკურად თამაშობს, მაგრამ ჯობს ალბათ მოიშოროს გუნდი, მოიშოროს პასი გააკეთოს და ხარაბაძეზე აღარ ვამბობ რომ ის დაცვის ცენტრში თამაშობს ბოლო შეხვედრებში და არც ყავს რეალურად ხარაბაძეს თუ თადარიგს გადავხედავთ, საერთოდ არ არის კონკურენტი, ასე ვთქვა და კონკურენცია ძალიან მცირეა დღეს დინამო ბათუმში. კი მალი არის მარჯვენა მცველი, შეიძლება გამოვიდეს, გადაადგილება მოხდეს, სანტოს შეუძლია ცენტრალურ თამაში, მამუჩაშვილს შეუძლია მარჯვნივ ცენტრში, ბევრ პოზიციაზე შეუძლია ამ ფეხბურთელებს თამაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ რესურსი მცირეა. კარგია ამ ეტაპზე არ არიან ტრავმირებული ფეხბურთელები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გუნდს ესაჭიროება გაძლიერება, ეს აუცილებელია, რადგანაც ეს რამდენიმე ფრონტზე თამაში ამის ერთი შემადგენლობით ძალიან რთულია. ბათუმის დინამოს ელის თასის თამაში, ევროთასების მატჩი, ჩემპიონატი მალე დაიწყება, ასე რომ სავარაუდოდ იგეგმება გაძლიერება და იმედია ეს ყველაფერი კარგად გაგრძელდება და მოვლენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ და ის შეცდომები აღარ იქნება დაშვებული, როგორც განაცხადა კიდე სანდრი დემშემ, რომ ზამთარში იყო რაღაც გარკვეული შეცდომები ფეხბურთელების მოყვანასთან დაკავშირებით და კარგია, როდესაც აი ეს შეცდომების გამოსწორება ხდება და მოვლენ ისეთ ფეხბურთელები, რომლებიც ითამაშებენ. მარჯვენა ფრთიდან ხუდუშაური, მათზე კითხვები არ არის, ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუ მოძრაობით ცდილობდა გასწრო და არ გამოუვიდა მხოლოდ უკან გადაცემა მამუჩაშვილი სანტოსის მისამართის აკეთებს გადაცემა, სანტოსმა ცენტრისკენ გადაიწერა, ხარაბაძე შეუძლია დაარტყა შორიდან ხარაბაძეს, დაიბლოკა მისი დარტყმული, კარგი დარტყმა ლევან ხარაბაძეს მარცხენა ფეხით სადაკიდევად ამ შემთხვევაში და კარგი ალბათ ასეთი შორეული დარტყმები აუცილებელია, მით უმეტეს აი ამ საწყის წუთებში. პირველი არა, წინა შეხვედრა, მოდი ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო მაღალ ტემპში დაიწყო. მატჩი, რომელიც ჩვენ ვადევნებთ ყველანი ერთად ლუდოგორესთან, მაშინ დინამო ბათუმს სხვა გეგმა ჰქონდა, სხვა ჩანაფიქრი იყო და რა თქმა უნდა ბათუმელებმა ერთი რაღაცა შემართებით დაიწყეს. სამწუხაროდ ბოლომდე ვერ გაგრძელდა ეს ყველაფერი. კარგი გადაცემა, მეკარე გამოდის და ისე უკლება ბურთს.
მეტი მოეთხოვება, რა თქმა უნდა, ონორე გომისაც შეუძლია მას ფლანგიდან ძალიან კარგად თამაში და ალბათ მომენტების რეალიზებასთან აქვს მას გარკვეული პრობლემები და წინა შეხვედრაში სამწუხაროდ ეს ყველაფერი გამოდგა. რა კარგი იყო აქ ხარაბაძე, ზუსტად შეარჩია პოზიცია და მოიპოვა ბურთი, წინ პასი არ გამოვიდა და ისევ მეკარის მისამართით დაკეთებენ გადაცემას. რიკარდო სილვა პორტუგალიელი, როინ კვასხვაძემ რამდენადაც ვიცი ვარჯიში დაიწყო, ეს ძალიან კარგია, რადგანაც გამოსტილი მეკარე ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმელთათვის. და კარგი იქნება თუ როინი ძალიან მალე დაბრუნდება და ვფიქრობ კარგია ის რომ კონკურენტი ყავს მას ძლიერი ამ მეკარის სახით, მაგრამ ამ კონკურენციაში ალბათ ითამაშებს ის ვინც უკეთეს მდგომარეობაში იქნება და როინ კვასხვაძე ჯერ თავისი სიტყვა არ უყავს საბოლოოდ ალბათ ფეხბურთში და მას შეუძლია რა თქმა უნდა ძალიან მაღალ დონეზე თამაში აქ აუტი უნდა მოაწოდონ მონტენეგროელმა ფეხბურთელებმა. ტემპი დაბალი ალბათ ბათუმელებმა უნდა შესთავაზონ უფრო მეტი მეტოქეს ისინი არიან მასპინძლები დღევანდელ შეხვედრაში და ისინი არიან ფავორიტები. აქ ჯარიმა არის მონტენეგროს ჩემპიონატზე მე კიდევ ერთხელ მეორე შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ განსაკუთრებულ ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგანაც არ არის ეს ჩემპიონატი, ნუ მერიდიან ბეთი ქვია ამ ჩემპიონატს. ყველა ჩემპიონატს რაღაცა კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგით გავსა, რა თქმა უნდა, სპონსორის სახელით მოიხსენიებენ და არაფერი კიდევ რას წარმოადგენდა მორნარი ნახეთ. სამწუხაროდ ამ კლუბის ისტორია დაიწერა ქართული გუნდის ხელით. ესეც ძალიან ცუდი ამას რო ვამბობ, ძალიან საწყენია ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტია, თვალის დახუჭვა არ ღირს რეალობას უნდა შევხედოთ და დინამო თბილისი ვალდებული იყო უბრალოდ თავისი ისტორიით და თავისი დღევანდელობით, მოდი თუნდაც დავიწყოთ რომ მორნარის ბარიერი გაევლო, მაგრამ ეს ვერ მოხდა და ეხლა ამაზე მოგრუნება და საუბარი იმაზე რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს ყველაფერი თვითონ უნდა გაანალიზოს კლუბის ხელმძღვანელმა, თვითონ უნდა გააკეთონ დასკვნა, რომ დღეს ყველაფერი წესრიგში არ არის და ეს ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, ასე რომ ეს ყველაფერი მოსაგვარებელი, ისინი დინამო თბილისი გამოდის და მონტენეგროს მეორე ადგილოსთან მორნარ ბართან აბსოლუტურად უცნობ გუნდთან ევროპული მასშტაბით აგებს. ეს სასიამოვნო არავისთვის არ არის ვისი გულშემატკივარის არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ახლა ადევნებს ჩვენ რეპორტაჟ თვალყურს, რადგანაც როდესაც ევროთასებზე გამოდიან ქართული გუნდები, მე ამას ხმამაღლა ვიძახი, ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებს ყველა მთელი ქვეყანა ერთიანად გულშემატკივრობდით, ასე უნდა უკომაგოთ ყველა გუნდს. დღეს დინამო ბათუმის ჯერია, ხვალ ტორპედო ქუთაისის და თბილისის სიბერიას, რომ ამ ერთიანობით უნდა ვუკომაგოთ, ამ ერთიანობით იყო ის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა იგრძნეს ის ძალიან დიდი მხარდაჭერა გულშემატკივრის მხრიდან და ამ მხარდაჭერით მიაღწიეს კიდეც ის, რომ იმ გოგონებმა, რომლებიც ახლო წარსულში ვერ ახერხებდნენ თუნდაც ერთი ბარიერის გადავლას, დღეს წარმატებით ითამაშეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშობენ. ეს უდიდესი წარმატება. ამისთვის მადლობა გოგონებს იმ მხარდაჭერისათვის და ესეც არ მოხდებოდა გულშემატკივრების გარეშე, რა თქმა უნდა. ასე რომ ყველა ვუკომაგოთ ქართულ გუნდებს, ვუკომაგოთ ქართულ ფეხბურთს, რადგანაც ეს ყველა ჩვენია. ეს თითოეული არავისი არ არის. საქართველოს პატარა ქვეყანაა, საქართველოს ერთიანობა არის მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის და ასე უნდა ვუკომაგოთ ყველა. ტაატა გუდუშაური მარჯვენა ფლანგიდან უნდა ჩააწოდოს, ალბათ აიხლა ცდილობდა დაიბლოკა მისი ჩაწოდება და მარჯვენა ფრთიდან კუთხური იქნება, კარგად თამაშა აქ ტომაშევიჩმა. 3 ლეგიონერია მხოლოდ ამასაც გეტყვით მონტენეგროელთა შემადგენლობაში, კაიევიჩი არ უკაცრავად, კაიკე ავგუსტო მერვე ნომერი ბრაზილიელია, მე-11 იანკულეიო არგენტინელი და 50 ნომერი ბოიან მაკიჩი სერბი. დანარჩენი ყველა მონტენეგროელია. აქ მაღალი ჩაწოდება, მეკარე კარგად თამაშობს, იგორ ნიკიჩი ეუფლება ბურთს და სწრაფად ცდილობდა ბურთის თამაშის შეტანას, თუმცა არ გამოუვიდა და მცირე პაუზა იყო. ასეთ პაუზები ექნება. ახლა განმეორებით შეხვედრაში ლუდოგორეცის ფეხბურთელები მეკარე ნებისმიერი როგორც იქცეოდნენ, ეს არ იყო მოსაწონი, მაგრამ რას ვიზავთ, ეს ფეხბურთია. ასე მეორე გუნდი აკეთებს, ეს ძალიან არ მოგვეწონა არც ერთ მათგანს ალბათ თქვენ ვინც ადევნებთ აყოთ იმ კომაკს, რომელიც სტადიონზე იყო, მაგრამ აი ესეთი ყველანაირი ხერხით ლუდოგორეცმა, რომელიც ერთი შეხედვით აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მოახერხა ყველანაირი ხერხით დინამო ბათუმის ბარიერის გავლა. ნეიტრალურ ფორმატს რომ ეყურებინა ის შეხვედრა, რა თქმა უნდა ის უკმაყოფილო დარჩებოდა, რადგანაც ეს მოსაწონი ფეხბურთში არ არის. კი ხდება, მაგრამ ამაზე წას არავინ არ უკრავს, ადგილ საკუთარი გულშემატკივარიც კი ხშირ შემთხვევაში.
კლავ დაუბრუნეთ შეხვედრას, ხა 3 ლეგიონერი აქვს, თქვი დეჯიჩის შემადგენლობაში 6 ლეგიონერია ბათუმელთა ძირითად შემადგენლობაში რიკარდო სილვა, ალექსანდრო სიონერი, გომისი, ჯარენ ბლესა, ვანდერსონ სილვა, ჟან ვიქტორია. ესენი არიან მოედანზე. თადარიგში ლეგიონერებიდან ვერდი მარა და ბუბაქარ ტამბედუ არიან. დანარჩენი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები. როგორც უკვე თქვი, ბათუმელები კლავ და მეკარე რიკარდო სილვა. წინა შეხვედრა მშრალად შეინახა. კარგი იყო, თუმცა ვერ ვიტყვით რომ ძალიან კარგი იყო რაზგრადის შეხვედრაში, რადგანაც მესამე გოლი, რომელიც ჯარიმიდან გავიდა, გარკვეულწილად მისი ბრალი იყო, რადგანაც ცოცხალი კედელი არც რამდენად სწორად დააყენა, მან დააყენა ცოცხალი კედელი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს კედელი სწორად არ იყო დაყენებული და სწორედ იქ გავიდა ბურთი, სადაც სივრცე დაინახა ნორვეგიელმა ლეგიონერმა რაზგრადული კლუბის და სწორედ იქ გააძღვინა ზუსტად ბურთი. ეს მეკარის შეცდომაა, რა თქმა უნდა, აქ საქმათო ეპიზოდია. მეჩიჩის კარგად მოქმედებენ ბათუმელი ფეხბურთელები დაცვაში, მამუკა კობახიძე ყოჩახამ ეპიზოდში გუნდის კაპიტანმა ითამაშა კარგად, უნდა გამოიტანონ ბურთი ბათუმელმა. ხუდუშაური მარჯვენა ფრთაზე მიიღეს ბურთს, ნახოთ რა სიზავს, ასიც გააკეთა, თუმცა აქ ბურთი დარჩებიან მონტენეგროელს. ჯარედ ბლესა ებრძვის ბოლომდე, კარგია. მამუჩაშვილი ერთი შეხედვით შეიძლებოდა ალბათ, თუმცა ვერ მოახერხა. მამუჩაშვილი ინარჩუნებს ბურთს და ჯარიმა კარგად დაუდგა, დაარღვევინა. მოდი პირდაპირ თქვა თამაშის წესი მეტოქეს ლადო მამუჩაშვილმა თვითონვე შეუძლია ან პაატა გუდუშაური, რომელიც ჩააწვის, ნახოთ შეიძლება გაითამაშოს კიდე, სწრაფად გაითამაშეს მამუჩაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდება და ისევ ბლოკავენ მის ჩაწოდებას, კარგად ითამაშეს საქართველოსმა. არა და თითქოს კარგ პოზიციაში იყო ბათუმელთა მე-17 ნომერი, კუთხურის გაითა მეორე ბურთია, ხელახლა ტრიბუნაზე გადავარდა ბურთი და იქიდან გადმოყიდული ბურთი პირდაპირ მოედანზე აღმოჩნდა. ხელახლა მოაწვიან კუთხურიდან ბათუმელი ფეხბურთელები მარჯვენა ფრთიდან. ეს კი წინა ეპიზოდი იყო, როდესაც ჩაწოდება არ გამოვიდა მამუჩაშვილს, ისევ აპირებენ გათამაშებას, ალბათ ჩააწყვიან და ჯობს ალბათ ეხლა ზედიზედ ორჯერ გათამაშება. ხშირად არ ხდება, სხვა ხერხს უნდა მიმართონ. არა, გაითამაშეს ოღონდ სხვაგვარად. აი ეხლა მამუჩაშვილს უბრუნებენ ბურთს უკან. ძალიან დიდი ძალით არის დინამო ბათუმი წინ წასული. გუდუშაურიც რომ მოძრაობა შევიდა საჯარიმოში, კიდევ ერთი მოძრაობა. თველები კარგად დაუდგნენ, უკან გააკეთა გადაცემა მამუჩაშვილი ცენტრისკენ შეიწია, ემზადება დასარტყმელად, დაარტყა, კარგ პოზიციაშია. დარტყმა და გადარჩა. ონორე გომის კიდევ ჰქონდა შანსი გოლის გატანის. კიდევ ალბათ წინა შეხვედრიდან გამოყოლილი თქვი ეს ფრაზა, მაგრამ ჰქონდა გოლის გატანის შანსი. პირველი რეალური მომენტი დინამო ბათუმის, აი აქ ხედავთ, აქ ასხლეტა იყო, ბურთი მიუვიდა. ონორე გომის არანაირი თამაშგარე პირდაპირ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ შეიძლებოდა ალბათ ეფიქრა პასი. თუმცა მან ასე გადაწყვიტა, დაარტყა და შორეული კუთხისკენ მიმავალი ბურთი მცირე მანძილით ასთა მონტენეგროელთა კარს. სტუმრები არიან ბურთით, წინ გადაცემა გავიდა ხელია. კი, ხელი თამაში დაფიქსირდა და ბურთი დარჩებათ ბათუმელ ფეხბურთელებს, ისინი განაახლებენ თამაშს. პირველი ეპიზოდი შეიქმნა. პირდაპირ თქვათ, საწყისი წუთებით ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ უელსური კლუბის თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ და უელსური საკლუბო ფეხბურთი არ წინავს, მოდი პირდაპირ თქვათ, გაუვალი მონტენეგროელთა დაცვა რომ არ არის ფაქტია. ეს გამოჩნდა წინა შეხვედრებში და ეს ყველაფერი კარგად უნდა გამოიყენონ, რა თქმა უნდა, ბათუმელმა ფეხბურთელებმა. მომდევნო შეხვედრაში თუნდაც ფსიქოლოგიური უპირატესობით უნდა გაემგზავრონ ბათუმელები და უფრო შვიდად ითამაშონ ერთი კვირის შემდეგ შეხვედრაში. მარჯვენა ფრთიდან მამუჩაშვილია გადმოსული მარჯვნივ, უკან გადაცემა ხუდუშაური, ისევ მამუჩაშვილი ითამაშეს ბურთი, კიდევ ერთი გადაცემა, აქ ბევრი არიან მონტენეგროელები და არ არის აქ ჯარიმა, ნახოთ გაგრძელება რა იქნება. ვერ მოახერხეს ჩაწოდება, ახლა გაკეთდა საჯარიმოში არა დარტყმა და მეკარე თამაშობს კიდევ ერთხელ, კარგად ვერ დაარტყა კიდევ ერთხელ. ონორე გომისმა ამ ეპიზოდშიც არადა თითქოს ძალიან ახლოს იყო კართან და ზუსტი დარტყმა გოლის გარანტია იქნებოდა. აი ხედავთ ამ ეპიზოდში ჩაწოდება კარგია ბლესა ამ ეპიზოდში. ესე ეფექტურად მოინდომა და სხვანაირად არც გამოუვიდოდა. ეხლა მოდი პირდაპირ აღიაროთ. ონორე გომის აქ დარტყმა ბურთი მაღლა იყო, ოდნავ შორს ჰქონდა დაარტყა. მოახერხა ბოლომდე ითამაშა და წავიდა ბურთი იქ ზუსტად სადაც მეკარეს იყო და მეკარეს მოდი პირდაპირ თქვა სწორი პოზიცია ჰქონდა შერჩეული და მოახერხა ამ ბურთის აღება. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები გადავიდნენ
შეტევაზე ორი მომენტი ჰქონდათ უკვე ბათუმის ფეხბურთელებს პირველი ტაიმის ნახევარი არის გასული ანგარიში კი ჯერჯერობით 0-0-ია ჩაწოდება მცველებმა უნდა ითამაშო გადმოვარდნის გუნდზე მეტი ყურადღება არის საჭირო ბულგარელებთან შეხვედრაში ეს მსგავსი ეპიზოდი იყო რამდენჯერმე და ამაზე ალბათ იმუშავეს ბათუმის დინამოს შემდგარელებმა გომისის მისამართი გადაცემა გომისი სწრაფია თუმცა მცველები ახერხებენ აქ თამაშს კარგი იყო დრეშაი ამ ეპიზოდში ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია ამ ეპიზოდში რადგანაც შეიძლება აქ შეცდომა დაუშვან და უშვებენ კიდევაც თუმცა დარტყმა კარიდან აქ გომის მოხდა ბუთი კარგია გომისი ჩართულია მაქსიმალურად თამაში იბრძვის ქმნის მომენტებს და აი მისი აქტიური თამაში ძალიან კარგია უნდა მიბაძონ მას სხვებმაც და აქ უკვე არიჩქარებს აი თავიდანვე ნათელი ალბათ მონტენეგროელთა ეს განზრახვა ცოტა დაგდება ტემპის თამაშის დამშვიდება რასაც აკეთებს კიდეც იგორ ნიკიჩი და შვიდაც ახლა ძლიერი დარტყმით გაგზავნის ბურთს მეტოქის ნახევრისკენ ბრძოლა ბურთისათვის ჯერჯერობით ბრძოლა არის და ჯარიმდებიან ბათუმელი ფეხბურთელები ხარაბაძე იყო დამნაშავე ამ ეპიზოდში მეტოქესთან ორთაბ ბრძოლის დროს და არ ჩქარობენ აი უკვე როდესაც ოდნავ მოუმატა დინამო ბათუმატებს შეიქმნა გარკვეული მომენტები და მაქსიმალურად დეჩის ფეხბურთელები აგდებენ ტემპს და ცდილობენ ეს დაბალ ტემპში განაგრძონ შეხვედრა აუზე გადავა ალბათ ასეც არის და ლევან ჩიტეიშვილი რომელიც უკვე მეორე შეხვედრაა ძირითად შემადგენლობაშია დინამო ბათუმის მას ყავს სრულფასოვანი შემცვლელი ასე ვთქვათ და კონკურენცია კარგია ნიკა მალის სახით მალიმ დაიწყო შეხვედრა ბულგარეთში შემდეგ შეცვლილი იყო წინა შეხვედრაში პირიქით მოხდა ცვლილება ასე რომ ეს ალტერნატივა ამ ფეხბურთელების შესვლის ნამდვილად არის და ის პოზიცია რასაც მარჯვენა მცველის პოზიცია ქვია დინამო ბათუმში პრობლემური ნამდვილად არის აქ უკვე ონორე გომისი ნახოთ როგორ განვითარდება ეს ერთში არის სიმცე შეიძლება ცოტა უფრო სწრაფად წასულიყო არა გაჩერდა დაელოდა პარტნიორებს თუმცა ამ დალოდების პროცესში მთელი გუნდი სტუმართა ჩავიდა საკუთარ ნახევარზე და ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი სერბი ბოიან მატიჩი რომელიც საკმაოდ გამოცდილია ისიც ძალიან უკანიცეს აქ მე მგონი ჯარიმა იყო მაგრამ საჯი აზრობს თამაშის გაგრძელების საშუალებას პაატა გუდუშაური ერთ ფეხბურთელია მის წინააღმდეგ მოძრაობა ვნახოთ რა სიტყვას უკან აბრუნებულ მამუჩაშვილი აი ეს როდესაც წყვილდებიან მარჯვენა ფლანგზე გუდუშაური მამუჩაშვილი ძალიან საფრთხეა კარგი ეპიზოდი ჩაწოდება დარტყმა მეკარე დამატებაზე კიდევ ერთი შანსი და ისევ გომის ჰქონდა გოლის გატანის შანსი ამჯერად თავი და ისევ ნიკიჩი თამაშობს ძალიან კარგად მესამე რეალური მომენტი დინამო ბათუმის ამ ეპიზოდში ხედავთ აი აქ კარგად გაითამაშეს ბურთი ალებ სანტოსია ეს ფეხბურთელი მან გაითამაშა ვიქტორთან სანტოსის ჩაწოდება თავური და ყოჩახ აქ უკვე ყოჩახ მეკარე მოდი პირდაპირ თქვა შევაკოთ იგორ ნიკიჩი რომელმაც ძალიან რთული ბურთი მოიგერია ამ ეპიზოდში ხო ნუ ეხა გასაგებია ონორე გომისის ადგილზე ყოფნა მესამე ეპიზოდი ქონდა უკვე მიმდინარე შეხვედრაში და მესამე შეეძლო ანგარიში გაეხსნა კიდევ ექნება მასაც და სხვებსაც ასე უნდა გააგრძელონ თამაში კიდევ ერთხელ ვთქვი ტემპი არ არის მაღალი მაგრამ დინამოელები ფლობენ უპირატესობას და აი ეს ნელ-ნელა ალბათ კიდევ უფრო უნდა მოუმატონ და უფრო მეტად უნდა გადაიტანონ თამაში მეტოქის ნახევარზე და უფრო როდესაც უმატებენ უფრო სწრაფად თამაშობენ გაცილებით მეცქმიან ისინი მეტოქის ნახევარზე მე სწორად იმას ვამბობდი რომ როდესაც გადმოდის გუდუშაური მარჯვნივარი იქვე იწევს მამუჩაშვილი და ერთმანეთს ძალიან კარგად თამაშობენ და გარკვეულ სივრცეს ქმნიან და უპირატესობას ქმნიან იმ პატარა მონაკვეთზე და ამით სარგებლობენ კიდეც შემდეგ აი ჩაწოდებები სწორედ აქედან ხდება და აი ამ სიმციდან იქნება სახიფათო მომენტები როდესაც ზედმეტი ფეხბურთელი გადმოდის ამ ხარეს შეტევის მარჯვენა ფლანგზე და გომისი უფრო ცარიელი რჩება მარცხენა ფლანგიდან და შედის საჯარიმოში ნახოთ ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის მაგრამ ალბათ ერთი გოლი კიდევ უფრო და დინამო ბათუმის ერთი გოლი რა თქმა უნდა კიდევ უფრო დაამშვიდებს მასპინძელთა გუნდს და უფრო მეტი ენერგიით და უფრო მეტი მონდომებით შეუტოვენ ბათუმელი ფეხბურთელები კვლავ ისინი არიან ბურთით მეტოქის ნახევარზე მოედნის ცენტრში კობახიძე თვითონ ჩაერთო გუნდის კაპიტანი ცენტრალური მცველი წავიდა წინ აქ არის კარგი გადაცემა თუმცა ვერც მონტენეგროელებმა ისარგებლეს სამი საჩუქრით და გაექცა ბურთი აუძე მოედნის ფარგლებს გარეთ მამუჩაშვილი არ ჩიტეიშვილი არის ეს ფეხბურთელი რომელიც მოაწვის აუტიდან ბურთს უკან გადაცემა კობახიძე თავის პოზიციაზე დაბრუნდა ხარაბაძე ხშირად ერთვებოდა წინა შეხვედრებში გამოჩნდა ეხლაც დაიძრა ის წინ კარგი გადაცემა ნახოთ რას იზავენ აქ ჟან ვიქტორი არის ალბათ
მარცხენა ფრთაზე გადაცემა, სადაც გომისი თამაშობს, კარგად გაიხსნა ვიქტორი. ისევ ეს ორი ფეხბურთელია უკვე მარცხნივ, ცოტა უკან ვანდერსონ სილვა, მას გადააწოდეს ბურთი ალებ სანტოსი. აი ბოლო მცველი სად არის? ეს არის ბოლო ფეხბურთელი დააკვირდით მამუკა კობახიძე, ძალიან მაღლა არიან ასული დინამოელები. კარგი შეიძლება დარტყმა. კიდევ ერთხელ დაიბლოკა ეს დარტყმა, კარგი გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა მოხდა? ხელი თამაში როგორც ჩანს შემდეგ უკვე ბათუმელი ფეხბურთელებისა. კიდევ ერთი კარგი ეპიზოდი იყო ამასობაში, ძალიან სწრაფად გავიდა ეს საწყისი ნახევარი საათი დღევანდელი მატჩის. აქ შემდეგ უკვე ხელით თამაშეს. ვანდერსონ სილვა უყავდა და შემდეგ უკვე ხელზე ალებ სანტოს. მოხდა დაინახეთ კიდეც. ასეთ ანგარიშზე მონტენეგროელი ფეხბურთელები მაქსიმალურად ეცდებიან დროის გაყვანას და კარგი იქნება გოლი, რადგანაც ასე აღარ მოიქცევიან. შეიძლება რაღაცა მთელი ძალით წინ არ გადავიდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუნდაც 1-0-ზე ასეთი თამაში არ იქნება მათი მხრიდან, ალბათ ოდნავ უფრო გაიხსნებიან და ეს უკეთესი იქნება დინამო ბათუმისათვის, რომელიც სრულ უპირატესობას ფლობს. იყო 3 რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ იმისათვის რომ წარმატებით თამაშობდა მეტია უფრო საჭირო და უნდა მოინდომონ მაქსიმალურად დინამო ბათუმის ფეხბურთელებმა. ხარდაჭერა მათ აქვს ტრიბუნებიდან, არ არის სავსე აჭარაბეთ არენა. პირატების სრული შემადგენლობით, რა თქმა უნდა და მათი ხმა გისმით და მათი მხარდაჭერა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გუდუშაური და კიდევ ერთი ყვითელი ბარათი დღევანდელ შეხვედრაში. ეს უკვე მეორე ყვითელი ბარათია დღევანდელ მატჩში. ამჯერად ლუკა მალეშევიჩი იღებს ყვითელ ბარათს მონტენეგროელთა შემადგენლობაში. ულეიოს აქვს პირველი ყვითელი ბარათი მიღებული, როგორც გითხარი და როგორც გახსოვთ. მარჯვენა ფრთიდან შეიძლება კარგი ჩაწოდების გახორციელება. არა, ეს დაინახა მცველმა, შეიძლება კარგი რამ ჩაიფიქრეს მამუჩაშვილმა და გუდუშაურმა, მაგრამ თითქოს ისეთი შტაბეჭდება რჩებოდა, რომ დროზე გადმოდგა ნაბიჯი მცველმა, რომ იგრძნო, რომ სწორედ გუდუშაურის მისამართით კეთდებოდა გადაცემა. ალბათ უფრო სხვაგვარად უნდა გაეთამაშებინათ ბურთი. აუცილებლად მონტენეგროელები, IQ აქტიური თამაში ძალიან კარგია, მოიპოვეს ბურთი ბათუმელმა ფეხბურთელებმა, შემდეგ ჟან ვიქტორმა ვეღარ გააკეთა გადაცემა. მამუკა კობახიძე კარგად თამაშობს, კარგია, ბათუმელთა კაპიტანი ამ ეპიზოდში სწრაფად ჩაჭრა, ეს იერიში სწრაფად ჩაშალა იერიში და მარჯვენა ფრთაზე გუდუშაური სივცია ბლესა იხსნება საჯარიმოში. იქვე მამუჩაშვილი, გუდუშაური წავიდა ცენტრისკენ, ჩააწოდა, ძლიერია ეს ჩაწოდება. განაფიქრი ცუდი არ იყო პაატა გუდუშაურის, მაგრამ ჩაწოდება ძლიერი. აღმოჩნდა. განმეორებთ ეს ეპიზოდი. გასაგებია, რასაც აკეთებდა ახლა გუდუშაური, ნათელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. იგორ ნიკიჩი ძლიერი დარტყმით გზავნის წინ. ისევ ბათუმელთა ცენტრალური მცველები თამაშობდნენ, აქ უკვე გადმოვარდნილ ბურთზე ორთაბრძოლად წააგო ალებ სანტოსმა და მონტენეგროელები მარცხენა ფრთიდან მალეშევიჩი. აქ უკვე ჩიტეიშვილი თამაშობს კარგად, მამუჩაშვილი ეუფლება ბურთს, უკან დაიხია, შეინარჩუნა ბურთი, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან სწრაფად ჩადიან და საკმაოდ უკან ჩადიან ბეჭიჩის ფეხბურთელები, რადგანაც ერთადერთი ვინც ოდნავ წინ რჩება, ეს არის ბოიან მატიჩი, გამოცდილი ცენტრ ფორვარდის სერბი გახლავთ. ბევრი გუნდში აქვს ნათამაშები, ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება, ეს ჯარიმა არ არის, მაინც მოხდა დარტყმა და ალბათ ჯობდა ჯარიმა დანიშნულიყო ამ ეპიზოდში. ხედავთ ახლა ეს მეკარის ამ ეპიზოდში ამდენი ხანი დემონსტრაციულად ბურთის გაჩერება გავდა ჯარიმას ყოველ შემთხვევაში. აქ სახიფათო იერიში შეიძლება სწრაფად შექმნილიყო, რადგანაც ბათუმელებმა დაიბრუნეს დროულად ბურთი და გომისი კიდევ ერთხელ უნდა გააქტიურდეს ალბათ გომისი. კარგი გათამაშებული გომისი შევიდა საჯარიმოში, არაზუსტი გადაცემა. ზუსტად
იმ ზონაში გაკეთდა, სადაც გაიჩალდნენ დინამოელი ფეხბურთელები, ერთი კარისკენ წავიდა, მეორე ოდნავ უკან დარჩა და მაინც და მაინც შუაში გაკეთდა, ეს გადაცემა ვერ გაუგეს აქ უბრალოდ ერთმანეთს ბათუმელმა ფეხბურთელებმა და მშვენიერი შანსი იყო, რადგანაც იქ აი ხედავთ აქ ფლანგზე კარგად გაითამაშეს გუთი ბათუმელებმა, ხედავთ მამუჩაშვილი წინ წავიდა, უკან რჩებოდა გუდუშაური, რომელიც ელოდებოდა ბურთს. აქ კიდევ ერთხელ კარგად თამაშობენ ბათუმელი ფეხბურთელები, მამუჩაშვილი კვლავ გომისი, ნახოთ რა სიზავს ამჯერად, დიდი დრო დაკარგა ბურთის დასამუშავებლად, უკან მოუწია პასის გაკეთება, ვანდერსონი თვითონ დაიძრა, ისევ გომის გადააწოდებს, ალბათ ასეც არის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება. არა, ვერ დაეწევა ამას, ვერ დაეწევა ვერავინ, სამწუხაროდ და აუტი. ერთჯერობით უგოლო ტაიმი გვაქვს, ამასობაში კი 10 წუთია მხოლოდ დარჩენილი ტაიმის დასრულებამდე. მონტენეგროელები კიდევ უფრო და უფრო ცდილობენ აი ეს ტემპის დაგდებას და დროის მოგებას ასეთ სიტუაციაში. ეს ეხა რა დრო გავა შეიძლება უფრო მეტად გამაგრიანებელი იყოს დინამოელებისათვის, ამიტომ მაქსიმალურად დროზე უნდა იფიქრონ და შექმნან გოლი, გაიტანონ რომ მეტოქეც ოდნავ გაიხსნას მაინც აქ სახიფათო მეკარეს უბრუნებენ ბურთს. გამოიტანა, ალბათ უფრო სწრაფად უნდა წასულიყო მეკარეზე ბლესა, რადგანაც წელი უკეთებდა გადაცემას და გასაგები იყო, ხელში ვერ აიღებდა ბურთს. აქ რა ხდება? ბოლომდე მანდვე ბრძოლა არის საჭირო და ვერ გამოაქვს კარგად ბურთი მონტენეგროელებს, ისევ ბათუმელი ფეხბურთელები რჩებიან ბურთი და ალებ სანტოსი მარცხნივ ალბათ არა, თვითონ ერთჯერობით არ ჩქარობს, ცენტრიდან ცდილობენ და ისევ მარჯვენა ფლანგზე გადმოიტანეს თამაში ბათუმელებმა, აქ სამნი არის, უკვე ჩიტეიშვილიც ეხმარება მამუჩაშვილსა და გუდუშაურს, ალებ სანტოსი კარგად შემოტრიალდა, კარგი გადაცემა იყო თითქოს ჩანაფიქრი, მაგრამ არ გამოვიდა ჯარიმა, აქ უკვე ბათუმელთა ბრაზილიელი ჯარიმდება და ასეთი ეპიზოდები ერთის შუქუდიც არის, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს მოანდომებს, ეხლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად გოიან მატჩი. წამოდგომას გასაგებია ჯარიმა არის, მაგრამ აი ხო ხედავთ, არც ექიმის დახმარება არ არის საჭირო, რადგანაც ეს არ იყო არც ისეთი ჩარტყმა, არც უბრალოდ ორთავ გოლის დროს წაიქცა ფეხბურთელი. კი, ჯარიმა იყო, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ყველაზე ხშირად იგორ ნიკიც ვახსენებ, რადგანაც რამდენჯერმე ძალიან კარგად ითამაშა და დანარჩენ შემთხვევებში აი ესეთ დიდხანს ანდომებს ბურთის თამაში შემოტანა, სახიფათო ეპიზოდი სიფრთხილეა, საჭირო, არ უნდა გამოეპაროთ ეხლა კონტრიერში ბათუმელ ფეხბურთელებს ამ შემთხვევაში სივცე გაჩნდა და ოლორე გომისი სწრაფად უნდა გადავიდეს, კიდევ უფრო სწრაფი თამაში არის, ალბათ აქ საჭირო. გაიგდო ბურთი, მას ვერ დაეწევა მცველი, თუმცა დაზღვევაზე ისე თამაშობენ, რომ აი ეს პაუზა რატო იყო საჭირო და დროზე რატო არ წავიდა, ეს არის ცოტა გასაკვირი ჩემთვის, მაგალითად, რადგანაც ჯერ წავიდა, შემდეგ ჯერ შენელდა და შემდეგ გაჩქარდა და აქედან გამომდინარე იმ ცენტრალურმა მარჯვენა ცენტრალურმა მწვრთნელმა ზუსტად გათვალა ყველაფერი, გადავიდა დაზღვევაზე და ძალიან კარგადაც ითამაშა. ისე აი აქ თითქოს გაჩერდა, ელოდება პარტნიორებს და გაჩერებულზე აჩქარდა. შემდეგ ვნახეთ რაც მოხდა, კიდევ ერთი სახიფათო, მე მგონი პირველი დარტყმა საერთოდ ბათუმელთა კარის მმართველები ძალიან არასდროს. 38 წუთია დრო გადის. პირველი ტაიმია, გასაგებია, თამაშით არის პოზიტიური რაღაც გარკვეული ეპიზოდები, მეტია საჭირო, მოდი ამაში შევთანხმდეთ, მაგრამ არის რესურსი იმის რომ დინამო ბათუმმა მოუმატოს და არც მეტოქი არ არის, მოდი გულწრფელად და პირდაპირ თქვათ ისეთი რომ დღევანდელ შეხვედრაში თქვათ რომ იმდენად ძლიერი მეტოქია რომ გულს არ შეესწრო. არა, ამ დინამო ბათუმს მეტი შეუძლია ამ გუნდთან და ეს დინამო ბათუმი უბრალოდ ვალდებულია მსგავს გუნდთან, როგორიც არის მონტენეგროს ჩემპიონი, მიაღწიოს წარმატებას, ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მარჯვენა ფლანგზე გადაცემა, ჩიტეიშვილის პასი. ყველაზე რაც იყო თამაშის მერი ალბათ ლუდოგორესთან, ბიჭები ძალიან უკმაყოფილო იყვნენ შედეგით, იმით რომ ისინი ვერ გავიდნენ და ეს არ იყო ყოველთვის დამშვიდება, შორეული დარტყმა დაიბლოკა. არ იყვნენ და დამშვიდებული რომ კარგად ითამაშეს, წააგეთ არა პირიქით რაღაცა ისეთი განწყობა იყო რომ არაა კარგი თამაში საჭირო მხოლოდ იმისათვის რომ საბოლოო წარმატებას დარტყმა. იმჯერად მამუჩაშვილი უტყავდა და დაიბლოკა ეს დარტყმა და სწრაფი კონტრიერში შანსი აქვს ეხლა მონტენეგროს ფეხბურთელებს. ვანდერსონ სილვა სწრაფად გადადის და აჩერებს და ძალიან მნიშვნელოვანია მეტოქეს ჯან ვიქტორის დახმარებით ბურთი დარჩებათ მონტენეგროელებს, თუმცა აუტის მოწოდება არ აუშავს
შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფი კონტროლში მიიღო. მე რადგან საუბრობ იმ თემას დავასრულებ, რადგან თამაშის მერე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მოგებული მატჩი და არც ერთი ბათუმელი არ ყოფილი. რადგანაც ფეხბურთელები პირველ რიგში გრძნობდნენ, რომ შეიძლებოდა რა თქმა უნდა მეტი და სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა. ამიტომ ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის პირველ რიგში და მათ ყველაზე კარგად იციან რა დააკლეს იმ შეხვედრას და რა ვერ შეასრულეს ბოლომდე. ასე რომ აი ეს გამოსასწორებლად ეს შეხვედრა შვენიერია მათთვის და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ და ამ ორ მატჩიან რაუნდს გულისხმობ არა მხოლოდ გაის დღევანდელ შეხვედრაზე, რადგანაც ეს ერთი ნაწილია ამ დაპირისპირების, რადგანაც მეორე ნაწილი იქნება მონტენეგროში და ყველაფერი მაინც იქ გადაწყდება. ძალიან დიდხანს ანდომები თითოეული ეპიზოდის შესრულებას სტუმრები და ამჯერადაც არ არის გამონაკლისი ჩაწოდება ასეთ სტანდარტების საშუალება არ უნდა მივხვდეთ, რადგანაც ეს შანსია ყოველთვის კიდევ ერთხელ ბრუნდება ბურთი საჯარიმოში, მეკარე კარგად თამაშობს, სწრაფად გაისწრას ახლა გომისი წინარი უნდა გახსნილიყო გუდუშაურის მისამართით კეთება, მაგრამ პაატა სამფეხბურთო შორის არის და ასე წარმოუდგენელია. თუმცა ბურთი უკვე 9 ცენტრია და აუტიდან განახდება თამაში, ბათუმელი ფეხბურთელები განაახლებენ თამაშს. მამუჩაშვილი ძალიან ბევრს მოწევს მამუჩაშვილი, როგორც ყოველთვის უდაოდ ალბათ ამ დინამო ბათუმის გამორჩეული ფეხბურთელია, გუნდის ლიდერია ის და დღევანდელ შეხვედრაში მე დარწმუნებული ვარ, ის გამოაჩენს იმ თავის უამრავ დადებითისებას, რაც მას აქვს. რადგანაც მისთვისაც ალბათ არის, ის ამბიციური ფეხბურთელია და მას ნებისმიერ შემთხვევაში მისი ამბიცია არის ალბათ, რომ დაბრუნდეს ის ეროვნულ ნაკრებში და თუნდაც ახალ შესარჩევებში დაანახოს მელისანიოლის, რომ ის საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისათვის და ის ჯერ კიდევ დიდი ძალა არის იმ გუნდისთვის, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი ქვია და აი ეს მატჩები ამის ძალიან კარგი საშუალება არის. კარგი გადაცემა მოედნის ცენტრში ინარჩუნებენ ბათუმელი ფეხბურთელები დიდი ძალით იცავს. მეტოქე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა რთულია მასირებული დაცვის გარღვევა, მაგრამ ამიტომ არის სწრაფი თამაში, საჭირო უფრო მეტი გამოყენება ფლანგების და უფრო სწრაფი და აქტიური ქმედება თითოეული ფეხბურთელის ჩაწოდება ალბათ ამ შემთხვევაში არა. კვლავ უკან გადაცემა, ხედავთ ყველა ფეხბურთელი ცენტრფორვარდში უკან წევს ჩაწოდება მეკარე გამოდის. მაქსიმუმ 10-15 მეტრია საჯარიმოდან ამოწეული ბოლო ფეხბურთელი. დეჩიჩი ძალიან დიდი ძალით იცავს გუნდი თავს. ვაკის ჩაწოდება, ეს ჩარბენა გუდუშაურის საჯარიმოში ზუსტი არ გამოვიდა ამ შემთხვევით. რო გადის 42 წუთი გავიდა უკვე პირველი ტაიმის დაწყებიდან 0-0-ია ჯერჯერობით დღევანდელ შეხვედრაში. ისევ ბათუმელი ფეხბურთელები გუდუშაური ცენტრისკენ წავიდა, ძველი დაუდგა ძალიან კარგად. მამუჩაშვილის კიდევ ერთი ჩაჭრა, შვენიერი გარღვევა ორ ფეხბურთელს აუარა გვერდი წინ ვერ წავიდა გადაცემა. უკან გააკეთა, თუმცა კვლავ გრძელდება ბათუმელთა იერიში. მამუჩაშვილი მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა ამჯერად. ნის მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ათამაშებენ ბათუმელი ფეხბურთელები. შეიძლება დარტყმა, შორეული დარტყმა არაზუსტია. კიდევ ერთი დარტყმა და კიდევ ერთი არაზუსტი. კიდე გავა. უკა თქვენ ვერ დაინახეთ, უკაცრავად იქ მეკარისთვის დაბრუნებული ბურთი კარში აღმოჩნდა, მაგრამ არა დარწმუნებული ვარ გავა აუცილებლად. ეს დაამატებს საჯი მალე გავიგებთ ალბათ ნახევარი არის დარჩენილი დრო იმისათვის რომ ბათუმელმა ფეხბურთელმა მინიმუმ ნახევარი ბათუმელმა ფეხბურთელმა შეუძლია ბევრი არ იქნება დამატებული რადგანაც ისეთი განსაკუთრებული პაუზა არ ქონია დღევანდელ შეხვედრაში მოედნის ცენტრში ფლობენ გუნდს დინამოელები გუდუშაური
მგონი არც არაფერს არ ამატებს, სადღაც საჯი უკან დაბრუნდა თუ ამატებს. ეხლა ალბათ მეოთხე სადარგო არბიტრის მივაქცია. ყურადღება ისევ ბათუმელები მარჯვნივ მონტენეგროელთა მთავარი წელი მოედანზეა ფაქტიურად შესული. ჩაწოდება თავით ვერ დაარტყეს გადმოვარდნილ ბურთზეც პირველი დეჩიჩის ფეხბურთელები არიან. ისევ და კონტრიერში სამლი გადადიან. ეხლა ძალიან სწრაფად მონტენეგროელები ეხმარებია მეოთხე, მეხუთეც უკვე გამოჩნდა მეტოქის ნახევარზე სიფხილია საჭირო კარგი გადაცემა. ოჩახ ამ ეპიზოდში აი ესეთი კონტრიერში იქნება რა თქმა უნდა. ეხლა მეტოქე მუდმივად საკუთარ ნახევარზე არ იქნება, მაგრამ ძალიან ერთი წუთია დამატებული მხოლოდ. ძალიან მარტივად შეაჩერეს ეს შეტევა ბათუმელმა ფეხბურთელებმა. სიმშვიდე უკანა ძალიან მნიშვნელოვანია დაცვაში. ეს აუცილებელია, მაგრამ გოლი საჭიროა. არ არის ეს რაღაცა განსაკუთრებული, არაფერი ისეთი არ მოხდა. საგალე ჯერ პირველი ტაიმია და მეტნაკლებად ალბათ ეხლა დემჩეკომაც ნახა რა წარმოადგენს ბეჭდში. გამოსტილი სპეციალისტი ალბათ გარკვეულ კორექტივებს შეიტანს ბათუმელთა თამაში. რაღაცა ცვლილებები არ მგონია შემადგენლობაში დემჩეკო ეს სწრაფად არჩევს ფეხბურთელებს. მაგრამ ალბათ რაღაცა განსხვავებულ დავალებას მისცემს შემტევ ფეხბურთელებს იმისათვის, რომ შეძლონ აი მასირებული დაცვის გარღვევა. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე იქნება და მეორე ტაიმს უკეთეს ფეხბურთს ნახავთ. ეხლა აი ამ ეპიზოდში ჯიტეიშვილი იყო ძალიან კარგი, რომელმაც დაბრუნდა ეს დარტყმა და შემდეგ კიდევ გამოიტანა. დატოვა აქ ხუთმა მოედის პარლები და ამასობაში დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. ელდება ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში ბათუმის აჭარაბეთ არენა და სადაც UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დინამო ბათუმსა და მონტენეგროს ბეჭდს შორის განახლდა. დაიწყო მეორე ტაიმი, პირველი შემდეგ ანგარიში არის 0-0. ბათუმის ფეხბურთელები სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე და კუთხური მოიპოვეს მეორე ტაიმის პირველივე წამებზე. მოდი ამ კუთხურს დაველოდოთ და შემდეგ შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობა. ჯერჯერობით ცვლილება არც ერთ არც მეორე გუნდში არ ყოფილა. მამუჩაშვილი თქვენს ეკრანზე სწორედ მოაწვის კუთხურიდან ბურთს ნახოთ, გაითამაშეს კიდევ ერთხელ მამუჩაშვილს უბრუნდება ბურთი, უკან გადაცემა ვანდერსონი კიდევ უფრო შორტ გადაცემა და აქ დაკარგეს ბურთი ბათუმელმა ფეხბურთელებმა და სწრაფი კონტრიერიშის საშიშროების წინაშე არიან, თუმცა მათი გადაცემაც უმართა გუნდის ფეხბურთელების გადაცემაც არაზუსტი იყო და მასპინძლები იბრუნებენ თამაშას. მასპინძლებთა გუნდის შემადგენლობა მეკარე ნომერი 16 რიკარდო სილვა, 5 ალექს სანტოსი, 7 ონორე გომისი, 11 ჯალენ ბლესა, 14 ლევან ხარაბაძე, 17 ვლადიმერ მამუჩაშვილი, 23 მამუკა კობახიძე, გუნდის კაპიტანი 25 ვანდერსონ სილვა, 27 პაატა ხუშაური, 29 ჟან ვიქტორი, 35 რევას ჩიტეიშვილი, ანდრე დემჩეკო, გუნდის ფავორიტელი, თადარიგში მას ყავს პირველი მათე თურმანიძე, 13 ლუკა ხარატიშვილი, 2 ნიკოლოზ მალი, 9 დავით მუჯირი, 19 ვერდი მარა, 21 ბუბაქარ ტამპედუ, 22 დავით ინაიშვილი, 31 რევაზ ინჯრია, 40 ვიქტორ ფაჩურია. რაც შეეხება სტუმართა გუნდის 11-ეულს, პირველი იგორ ნიკიჩი, 20 სტეფან მილიჩი, 5 ჟარკო ტომაშევიჩი, 6 ლუკა მალეშევიჩი, 8 კაიკი აუგუსტო, 10 ასმირ კაიევიჩი, 11 იან ულეიო, 20 პეტარ სეკულოვიჩი, 22 ჯონათან დრეშაი, გუნდის კაპიტანი 50 ბოიან მატიჩი, 77 ლუკ სტრიკოვიჩი, მილორად პეკოვიჩი, გუნდის მთავარი წველი თადარიგში მყოფ მონტენეგროელებზე გეტყვით ამ შეტევის შემდეგ მაღალი ჩაწოდება თაური და გადარჩა კიდევ ერთხელ იყო შანსი გოლის გატანის, მაგრამ ამჯერად უკვე ჟან ვიქტორის თაური იყო არაზუსტი. პირველ ტაიმში 3 ეპიზოდი ჰქონდა გოლის გასატანად რეალური ონორე გომის, ამჯერად უკვე ჟან ვიქტორს და მისი დარწმუნებით არაზუსტი გამოდგა. მათ შასე მონტენეგროელთა სათადარიგოს გამი პავლე ველმიროვიჩი, მეკარი 3 რობერტ გილაი, 7 დრაშკო ბოჟოვიჩი, 9 ილირ კამბაი, 12 ალენ მაშოვიჩი, 15 პიეტ ლიუდრივალი, 16 მატია ბოჟანოვიჩი, 17 ლეო ვიკაი, 18 ლაზარ მარაში და 23 ევგენ სტიეპოვიჩი. ეს არის სრულად ხაჯზეც გეტყვით, ყაზახი საიად კარბაიევი არის
ყაზახური ბრიგადა არის და მთავარი მსაჯიც ყაზახები არიან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, UEFA-ს დელეგატი ალბანელი გახლავთ და იქიდან გამომდინარე პირველ ტაიმში ვთქვი მე ამაზე, რომ ფაქტიურად ქალაქი ტუზი, სადაც საიდანაც არის დეჩიჩი, ფაქტიურად ალბანელებით არის დაკომპლექტებული. ცოტა უცნაურია ასეთი გადაწყვეტილება, რადგანაც ეს ყველაფერი ვით უმეტეს UEFA-ში ყველაფერი ძალიან კარგად იციან და ანუ არ ვიცი, ასეთი შეიძლება იყოს გაიპარა ასეთი შეცდომა დავარქვათ თუ არა ძნელი სათქმელია, ასეთ რამეს ერიდებიან ყოველთვის დელეგატების, საჯდა დელეგატების, ოფიციალურ დელეგატების დანიშვნის დროს, მაგრამ ალბანელებით ალბანური ქალაქის გუნდის დელეგატი ამ ქვეყნის წარმომადგენელი არ უნდა იყოს ბუნებრივია. ეს უბრალოდ არ შეიძლება დამხრევა, შემთხვევით, მაგრამ ამის თქმა აუცილებელი კი არა, შეიძლება ყოველ შემთხვევაში. აქ რამა მიიღეს, ეს არის ძალიან ცუდი ახლა, რადგანაც ალბანელი ფეხბურთელები მაქსიმალურად ეცდებიან პირველ ტაიმშიც ჩვეულებრივი რამ იყო ეს დროის გაყვანის ეპიზოდები და მეორე ტაიმშიც ალბათ კიდევ უფრო ხშირად მიმართავენ მსგავს მედებებს. თქვი კიდევაც ამ გუნდზე, მოკლედ გეტყვით, რომ პირველად არის ჩემპიონი, ზოგადად პირველი ტიტული არის ამ მონტენეგროს გუნდის, თუ არ ჩავთვლით შიდა ჩემპიონატის პრიზიორობას, პირველი ტიტული არის, ტიტული არ არის, ბუნებრივია პრიზიორობა საკლუბო ფეხბურთში გასული სეზონის მაისის ბოლოს გახდა გუნდი ჩემპიონი და ისტორიული პერიოდი აქვს. საფეხბურთო კლუბ დეჩიც, რომლის ისტორიაზე კიდევ ერთხელ მეორე ვერაფერს ვერ ტაიმში რაც შეიძლება ვთქვი, გამოსაყოფი განსაკუთრებული არაფერი არ არის. ლუდოგორეცზე ძალიან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ლუდოგორეცის და დეჩის შედარება რა თქმა უნდა არ შეიძლება. მარჯვენა ფრთიდან ბათუმელი ფეხბურთელების მაღალი ჩაწოდება შეიძლება დარტყმა ამ ეპიზოდში ვერავინ ვერ ითამაშა გუნდზე სამწუხაროდ. მეკარე იგორ ნიკიჩი კვლავ პირველი ბურთანის აღმოჩნდა. ლავ მონტენეგროელები იწყებენ თავისი გუნდის იერის შეცდომა. შეიძლება ამ ეპიზოდის გამოყენება მარჯვენა ფრთიდან კარგი შეტევა გუდიშაური თვითონ მიიწევს პასი საჯარიმოში და ბოლო მომენტში ააცალა ბურთი ფეხიდან მცველმა ონორე გომის. აქაც იყო შანსი მამუჩაშვილი აწვის აუტიდან სწრაფად მოაწოდეს. აი ჩვენ განმეორებას ადევნებთ თვალყურს და აი ბოლო მომენტში გუნდის კაპიტანმა დრეშაი მითამაშა ძალიან კარგად ისევ ბათუმელთა იერიში დარტყმა არაზუსტია ეს დარტყმული. მამუჩაშვილმა სადა მარცხენა ფლანგიდან უდნავ მარჯვნივ გადაიწია და არტყა კიდევაც, მაგრამ ზუსტი არ გამოდგა ბათუმელთა ლიდერის ეს დარტყმა. ხედავთ შორეული კუთხისკენ გზავნიდა, მაგრამ არაზუსტი გამოვიდა. მომენტები იქმნება, მომენტები კიდევ შეიქმნება, მთავარია ეს რეალიზება. ალბათ უფრო უკეთესი უნდა იყოს საგოლე მომენტების. მეკარე გამოდის და ალბათ უნდა დავიქოს ამ ეპიზოდში, თუ ასეც არის რიკარდო სილვა გაჩნდა. გუნდთან პირველი მან განაახლა თამაში და უკვე ლევან ხარაბაძეა გუნდით ვანდერსონ სილვას მისამართით გზავნის. იქვე არის ონორე გომისი. ონორე გომისი ყოველთვის გუნდის თითქოს უპირატესობას და ძალიან ბევრს მოძრაობს, მაგრამ ჯერჯერობით გოლის გატანას ვერ ახერხებს. გუდუშაური დაარტყა ისევ არაზუსტია. სამწუხაროდ. აი ეს აქ გუდუშაურსაც კარგი თვისება. მარჯვენა ფრთიდან კარგად იწევს მარცხნივ და მარცხენა ფეხით შორეული კუთხისკენ შემთხვევაში გზავნის ბურთს ამჯერადაც არაზუსტი იყო. უფრო მეტი აქტიურობა თქვი კიდევაც რომ საჭიროა შეხვედრის მეორე ტაიმში და აქტიურობენ კიდევაც ბათუმელი ფეხბურთელები. მარცხენა ფრთიდან უკან პასი ვანდერსონის ხარაბაძე კობახიძე
გუდუშაური იხსნება, მისი მისამართი კეთება გადაცემა, მიუსწრებს რა თქმა უნდა, ჩააწოდა საჯარიმოში კიდევ ერთი დარტყმა და ისე ვერ დაარტყა ონორე გომისმა, მე რამდენი. ამჯერად უკვე მას ხელს აღარ უშლიდნენ, ისე აქტიურად უბრალოდ ვერ მოახერხა დარტყმა მამუჩაშვილი. არაზუსტი პასი მამუჩაშვილის გამოიტანეს, მაგრამ სწრაფად უნდა დაიბრუნონ ალბათ აქ გუთი ბათუმელმა ფეხბურთელებმა, აუტია კი ბათუმელების უნდა იყოს გუთი, რა თქმა უნდა, ასეც არის. კიდევ ერთხელ წინა ეპიზოდი, აი ხედავთ გუდუშაურმა მოასწრო აქ ჩაწოდება. ონორე გომისი და ვერ მოარტყა ბურთფეხის სამწუხაროდ. ბოლოდ მეკარე იყო მის პირისპირ. რა თქმა უნდა, როგორც პირველ ტაიმში სურათი იგივეა. ბურთს მუდმივად ფლობენ დინამოელები. მათ აქვს დიდი უპირატესობა სათამაშო, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით აი გასული თითქმის 54 წუთის შემდეგ ჯერჯერობით 0-0-ია ტაბლოზე. გომისი მარცხენა ფრთიდან კარგად გაითამაშა, ბურთი შევიდა, ცდილობდა უბრალოდ საჯარიმოში შეცვლას. ხური არის. რატომღაც დღეს კუთხურს ათამაშებენ და რამდენიმეჯერ შეცდომას დაუშვეს ამ გათამაშების შემდეგ ბათუმელმა ფეხბურთელებმა ეხლა სავარაუდოდ ჩააწეს მამუჩაშვილი. სამი არიან ხოლო საჯარიმოში, ალბათ კობახიძესაც უნდა დაელოდონ, კი კობახიძე ჩავიდა, აი დაინახეთ ალბათ. მაღალი ჩაწოდება, მცველები თამაშობენ კარგად, გადმოვანი დურზე პირველი ვანდერსონ სილვა არის, იქვე აბრუნებს 7-ად ყარაბაძესთან. კარგი ჩაწოდება აქ თამაშგარი. მოხდა იქ ბლესას როგორც ჩანს მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან, ნახოთ, მაგრამ თამაშგარი იმდენად აშკარაა, რომ აქ სადავო არაფერი არ არის. მართა გუნდის მეკარე იგორ ნიკიჩი განაახლებს თამაშს. ძლიერად გზავნის. მეკარეს 7-ად არა სიფხილია საჭირო, ასეც ალბათ სწორი იყო, რადგანაც გამოიტანა ბურთი კობახიძე მიგორი ფეხბურთელი ძალიან სწრაფად ავიდა მასზე და განუხდა სიტუაცია ამ შემთხვევაში. ბათუმელთა კაპიტანი, არავინ არ ცდილობს საერთოდ აუდის მოწოდებას, ახლა გომისმა თვითონ მიუტანა ბურთი გუნდის კაპიტანს გრეშაის, რომელიც უკვე აწვდის. მივიდა ბურთი მეტოქემდე, მაგრამ სწრაფად იბრუნებენ ბურთს ბათუმელი ფეხბურთელები. წინ პასი აქ ბლესა. აი ესეთ სიტუაციებში დღევანდელ შეხვედრაში ბლესა ძალიან კარგია და კიდევ ერთი ერთში გუდუშაურის მისამართი გადაცემა ფლანგზე არა, ცოტა შუაში უნდა ყოფილიყო ალბათ ეს პასი, მაგრამ შეტევა გრძელდება. გუდუშაური კიდევ ერთი გადაცემა არადოსია. პირველივე პასი იყო ალბათ შეცდომა ცოტა უფრო ცენტრისკენ უნდა გაკეთებულიყო, გუდუშაური ფლანგიდან გადმოწეულიყო და ცენტრიდან შეეტია. ამის სივრცე იყო და შეიძლებოდა პასის გაკეთება. ამჯერად უკვე მარცხენა ფრთიდან ვითარდება ბათუმელთა იერიში გომისი, ვიქტორი, სანტოსი. მოჩ შორს გაიწია გუდუშაური აუტის ხაზთან და ითხოვს გულს, ალბათ მიიღებს, ახლა ასეც არის. ახლა ამჯერად რაც გადაწყვეტს, არ გაამწვავა თამაში, პასი გააკეთა, ისევ ბათუმელი ფეხბურთელები დიდი ძალით გადადიან ისინი შეტევაზე, კარგი გადაცემა, ლესად კარგი თრუმოძრაობა, გუდუშაური მარჯვენა ფრთაზე, პასია საჭირო, თრუმოძრაობა, კიდევ ერთი ჩაწოდება და დაიბლოკა ეს ჩაწოდებაც. კარგი გადაწყვეტილება იყო, კარგად გაითამაშეს ბურთი ბათუმელმა ფეხბურთელებმა, კიდევ ერთი მცდელობა, კიდევ ერთხელ არის ალბათ აი ესე კარგად გათამაშება, საჭირო ჩაწოდება საჯარიმოში. მორიგი თაური და მორიგი არაზუსტი დარტყმა. ევრია ეს არაზუსტი დარტყმები, ცვლილება კი ბათუმელთა შემადგენლობაში. მარა ალბათ ხო კი ეს კითხებოდა ეს გადაცემა ვერდი, მაგრამ ყოველთვის პირველი ცვლილება არის, შეიძლება ითქვას ასეთ სიტუაციაში. ანდრი დემჩენკოსი ჟან ვიქტორის ნაცვლად შემოდის ვერდი, მარა ალბანელია საწყის პერიოდში რაც მოვიდა ის გუნდში ზამთარში უფრო მუდმივად აქტიურად ძირითად შემადგენლობაში. ბოლო პერიოდში ხშირად თადარიგიდან შემოდის და იმედია დღევანდელ შეხვედრაში გააძლიერებს ბათუმელთა თამაშს.
პოზიციური ცვლილება არის, არაფერი არ მოხდება ახლა. ჩვეულებრივ იგივე პოზიციაზე ითამაშებს ვეგი მარა ჟან ვიქტორის ნაცვლად. ისევ ბათუმელი ფეხბურთელები. არგვენ აქვთ მათი ერიშის. ხარაბაძე მამუჩაშვილი არის უკან ვანგერსონია მარცხნივ მამუჩაშვილი ცენტრისკენ აკეთებს გადაცემას ნახოთ ამ ეპიზოდში რაც ისეთ ყობახიძე ინარჩუნებს ჯერჯერობით გულს ხარაბაძე ვანგერსონი ვანგერსონი ცოტა უჩვეულო პოზიციაში მარცხენა მცველი ავიდა საყდენის პოზიციაზე. ვანგერსონს ამ პოზიციაზე ნათამაშები აქვს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ომისი ძალიან დიდი ძალით იცავს საჯარიმოს მისადგომებთან თავს დეჩიჩი. სათამაშო ბათუმელები აი განაც ძირითადად აი ამ მონაკვეთში ომისი კარგად გაითამაშეს ბურთი ჩაწოდება მაღალი უდუშაური შეიძლება ალბათ დარტყმა ამ ეპიზოდში ბოლომდე არა მაინც ვერ მოახერხეს ბურთის მოპოვება ბათუმელმა ფეხბურთელებმა და ცვლილება მონტენეგრელთა შორის ორმაგი ცვლილება არის მოედანზე გამოსასვლელად ემზადებიან ილირ კამაი და მატია ბოჟანოვიჩი მე-9 და მე-16 შესაბამისად ჩვენთვის ამას ახლა ნაკლები მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ ვერ ნახავთ შემადგენლობაში ისეთ ფეხბურთელს რომელიც მეტნაკლებად ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის ახლა მონტენეგროს დონეზე არ გულისხმობ არიან ფეხბურთელები რომელსაც მცირე მაგრამ რაღაცა გარკვეული რაოდენობა თამაშების აქვს ნათამაშები თავისი გუნდის შემადგენლობაში კაიკე აუგუსტო გავიდა ერთ ფეხბურთელი მიჩევხედე და მეორე ნომერი მატიჩი 50 ნომრით მე-9 ნომრად შემოსული ფეხბურთელი კამაი ფორვარდი არის ბოჟანოვიჩი ნახევარმცველი აქაც არ ვიცი გადაადგილებები იქნება თუ არა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენთვის ერთი გუნდია დღევანდელ შეხვედრაში მთავარი რადგანაც დეჩიჩე ბევრს ვერაფერს ვერ უყვება და დეჩიჩი ბევრს ვერაფერს ვერ თავაზობს გარდა იმისა რომ ძალიან აქტიურად იცავს საკუთარ კარს დიდი ძალით კომისი დაეწევა ამ ბურთს ვერ დაეწევა და კუთხურია კიდევ ერთი მორიგი კუთხური საათი ამასობაში გასული უკვე სათამაშო დროის და ბოლო 30 წუთი დღევანდელი შეხვედრის ძირითადი დროის რა თქმა უნდა კარგი თრუმოძრაობა ჩაწოდება მცველები თამაშობენ გადმოვარდნილ ბურთზე კვლავ ბათუმელები მაგრამ ცოტა უფრო სწრაფად შეიძლებოდა ამ ბურთის აღება და ისევ დაბრუნება მეტოქის საჯარიმოსთან ან საჯარიმოში ახლა კარგი გადაცემა მცველები თამაშობენ და აქ მეკარეს უბრუნებენ ბურთის რომ მეკარემ 7-ად იგორ ნიკიჩი იღებს ბურთს მაქსიმალურად ცდილობენ ტემპის დაგდებას ახლა ერთ-ერთ მწვრთნელს უყურებ ძალიან შორს გამოვიდა და ესე ანიშნებს რომ ტემპი დააგდონ მაქსიმალურად 7-ად განაახლონ თამაში თუმცა ეს რაფად გადავიდნენ ახლა შეტევაზე ასეთ ეპიზოდში ხშირად ვერ ნახავდით პირველ ტაიმში და უწევს დეჩიჩი გაწოდება თაური და პირველად დაარტყეს ზუსტად პირველად და გავიდა გოლი. ნუ ასეთი რამაც ხდება ფეხბურთში. 62 წუთი. პირველად გადავიდა ესე აქტიურად დეჩიჩი და გაიტანა გოლი. მე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელია. ამას ქვია შეცვლის გამოსვება. კამაია გატანილი გოლის ავტორი. ხედავთ რამხელა სიხარულია. ჯერ კიდევ აღნიშნავენ ისინი გოლს. აბსოლუტურად ალოგიკური გოლი დინამო ბათუმის კარში. აბსოლუტურად ალოგიკური.
ილირ კამაი გატანილი გოლის ავტორი აქვს. აი ხლა ბათუმის დინამოელებმა უნდა გააკეთონ იმაზე მეტი რაც შეუძლიათ ალბათ მაქსიმუმი, რადგანაც მთელი თამაში გუნდი ფლობს უპირატესობას, შეიქმნა არაერთი საგოლე მომენტი და გოლი გავიდა მატყარში. მცირე უყურადღებობა, კონცენტრაციის მცირე დაკარგვა და დაგამოვიდა კინახი. ამბედუ ემზადება მოედანზე შემოსასვლელად ბათუმელთა შემადგენლობაში. უნდა გარისკონ, ახლა მაქსიმალურად უნდა გარისკონ დინამოელებმა იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ, მოდი პირდაპირ ვთქვა. ეს ძალიან ცუდი შედეგია. გომისი არა. დენიმ 4 მომენტი ქონდა მარტო ონორე გოლის 4. ის ნახლა შემოვა საინტერესო იყო. ალბათ უფრო შემტევი უნდა გახდეს. დინამოელთა იერიში ჩაწოდება აქ საჯარიმოში მეკარე დროულად გამოდის და იღებს. და ესეთ ჩაგდებების ასეთ ჩაგდებას ადვილად აუღეს ალღო. მონტენეგროელებმა პირდაპირ ყვითელს არ მისცემს, ახლა მსაჯი ჯერ სიტყვიერად გააფრთხილებს მეკარეს. ტრიბუნიდან ისროლეს რაღაც და ამაზე აკეთებს საჯი აქცენტს. ეს წინა შეხვედრაშიც იყო მსგავსი რამ, ამაზე მეკარე გაიყვანს ძალიან დიდ დროს ასეთ სიტუაციაში, რადგანაც აი ხედავ, ჩვენ ვხედავ რაღაცა ნივთი გადაარგვა ამასობაში ცვლილება გზარდება. გუდუშაუს ძალიან უცნაური ცვლილება არის, მოდი პირდაპირ ვთქვათ. გუდუშაურის ნაცვლად ტამბედუ. ხო, ალბათ მე ვფიქრობდი, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერებულიყო შეტევა, ეს პოზიციური შეტევა არის, მარჯვნივ გადავა გომისი, მარცხნიდან შეუწევს ტამბედუ. განახდა თამაში დეჩიჩის ფეხბურთელები. თავრიხა ფსიქოლოგიურად არ გატყდეს გუნდი და ამასობაში 2-0, 0-2. ორჯერ გადავიდნენ, ორჯერ გაიტანეს. არ ვიცი ეს გამართლებაა თუ რას ნიშნავს. ალბათ კლასეც რომ ვთქვათ ურიგო არ იქნება. დროა. 2 შეტევა და 2 გოლი. არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა, რამდენიც არ უნდა გავაჩეროთ. არ არის აქ თამაშგარე მდგომარეობა და ლუკ სტრიკოვიჩი გატანილი გოლის ავტორი. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც. ეს უკვე უმართა გუნდის ძალიან კომფორტული უპირატესობაა. აბსოლუტურად წყალში გადაყრილია. ის უპირატესობა რაც გინდა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ უპირატესობა ქონდა დინამო ბათუმს, უამრავი მომენტი შექმნეს. ეს უკვე წარსულია. თავარი არის რაც ხდება მოედანზე. მეტოქე დაელოდა თავის შანსს და გამოიყენა. ანდერსონ სილვა. ბათუმელი ფეხბურთელები ბურთით. საჯარიმოში პასი. ზოლა ბურთისათვის. სადააცალა ბურთი. ტამბედუ იყო ახლოს, მაგრამ არაცალეს მას დარტყმა. ბურთი ბათუმელების არის, ცოტა სიჩქარეც არის საჭირო და ალბათ დემჩენკომაც ერთი და იგივე წლებები ყველა მატჩში არის. ძნელი საქმე ჩარევა ძნელია, მაგრამ არიან გუნდში ფეხბურთელები, რომელსაც ალბათ უნდა მისცეს შანსი და გამოიყენოს. შემტევია მუნჯირი, შემტევია ინჭგია, შემტევია ფაჩულია. არიან ისინი თადარიგში.
თუ ვიღაცას თამაში არ მიდის ისევე როგორც გუშაური შეცვალა ალბათ უნდა შეცვალოს სხვა ფეხბურთელის და ან მეტი ფორვარდი დაამატოს უფრო მეტად სხვაგვარად რაღაც უნდა შეიცვალოს ეს კატასტროფაა რაც ახლა ხდება ანგარიშიდან გამომდინარე ასეთი ჩაწოდებები ბევრია მაგრამ შედეგი არც ერთმა არ მოიტანა ჯერჯერობით აი ამ 68 წუთის განმავლობაში პირველი ტაიმიდან პირველი 60 წუთიდან გამომდინარე საერთოდ წარმოუდგენელი იყო ის რომ ეს ანგარიში იქნებოდა ტაბლოზე მაგრამ 4 წუთიან მონაკვეთში ორი ძალიან კარგი შანსი გამოიყენეს ორჯერ გადავიდა კიდევ უფრო მეორე მეტოქის ნახევარზე მონტენეგროელები და ორი აი კარგი გოლი გაიტანეს რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს და რამდენადაც სუდი სათქმელი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი ფაქტია ფაქტს ვერ გავექცევით რამდენად არიან ფსიქოლოგიურად პირველში ზადეხლა დინამოელები და კიდევ უარესი არ მოხდეს ახლა კიდევ უარესი არ მოხდეს ის რასაც პირველი 1 საათის განმავლობაში საერთოდ ვერ აკეთებდნენ მონტენეგროელები ახლა უკვე შვედურად გადადიან ძალიან გათამამდნენ უთელი ბარათია ეს ხელი დაჭერა ფეხბურთელის არ შეიძლება წესის თანახმად თუმცა ახლა ეს მეორე გატანილი გოლის ავტორი ლუკ ტრიკოვიჩი რომელიც გუნდის ახალწეულია და პირველად არის საერთოდ სასტარტო შემადგენლობაში გუნდის მგონი ამაზე დიდ ყურადღებას ამას არ მიაქცევს რადგანაც გოლი გაიტანა და ჯერჯერობით მისი გუნდი ძალიან კომფორტული ანგარიში იქნება ნუ ახლა ეს ტრამვების დაიწყება ეს მუდმივი დროის გაყვანა მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მieყვანათ დინამოელებს პირველში კიდევ ცვლებას ამზადებენ მონტენეგროელები მე მგონი ორმაგ ცვლებას ამზადებენ აქვს მათი მთავარი მცდელი მილორად ტრიკოვიჩი ბედნიერი უნდა იყოს რაც საუბრობდნენ გენჩენკო და მოდებაძე ძნელი სათქმელი აქვს აბსოლუტურად დაირღვა ალბათ მათი გეგმა რაც ჰქონდათ რესურსიც ნაკლებია ხა მე ვთქვი ფეხბურთელები შეიძლება შემოვიდნენ მოედანზე მაგრამ არაფერი არ არის სათქმელი, რომ იმდენად რაღაცა სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. აი ეს არის საგოლე მომენტების გამოუყენებლობა და ალბათ მაინც მოდი ვთქვათ ლუდოგორეცის თამაშის გაგრძელებას უფრო ხედავთ, ვიდრე კონკრეტულად ამ შეხვედრისათვის მომზადებულ გუნდს. გათმელები ტრადიციულად მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს. მეტია საჭიროა ცოტა უნდა გამოფხიზნდეს გუნდი და ასი მარჯვენა ფლანგზე არაზუსტი გადაცემა ისევ ბათუმელები ეუფლებიან გადმოვარდნილებს საჯარიმოსთან პატარ-პატარა მოკლე პასები გაუთავებლად საგოლე მომენტების რეალიზება უმთავრესი პრობლემაა ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება მოკლედ გაგრძელება სათამაშო კლასი ზოგიერთი ფეხბურთელის რომელიც უბრალოდ არ შეესაბამება ამ დონეს რაც მუდმივად გაუმართლებლობაზე არ უნდა იყოს საუბარი შეიძლება ერთხელ ორჯერ ვიღაცას არ გაუმართლოს მაგრამ ამდენი საგოლე მომენტის გამოუყენებლობა უკვე სხვა რამაა მარჯვენა ფრთიდან ასი საჯარიმოში. აქ მეკარი აიღებს ეს მარტივი გადაცემა არის, თანაც იყო შეხედა, ჯარიმა არის და მეკარი არ ადგება გარანტიას გაძლევს მინიმუმ 2 წუთს. დავინიშნოთ. 73 წუთი დაიწყო, 2 ცვლილება არის. გატანილი გოლის ავტორი ლუკ ტრიკოვიჩი გადის ერთი, მან თავის საქმე გააკეთა. გუნდის ახალწეულია და პირველივე შეხვედრაში, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა გაიტანა კიდეც გოლი.
ასევე გადის პეტარ სეკულოვიჩი, ისიც ახალწეული არის, ეს ფეხბურთელი კი რომელიც შემოდის, ეს არის დრაშკო ბოჟოვიჩის ლოსუკთან ძირითად შემადგენლობაში იყო, დღეს ის ბოლოს შეცვლაზე შემოდის. ოგნიე სტეპოვიჩი გამოვიდა 33 ნომრით, ის არ მithქვავს, მაინც თქვა. სტეპოვიჩიც იყო წინა შეხვედრებში, დღევანდელ შეხვედრაში მეორე სტეპოვიჩმა ის პოლიციაზე შემოიტანა. ფაქტია, რომ თქოს თამამად შეუძლია თქვას, რომ კამაისაც მიუღია ხუთელი ბარათი. მან შემადგენლობას გამოიცნო და გამოიცნო ცვლილებები, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდა. აბსოლუტურად განსხვავებული შეხვედრაა, რაც იყო ლუდოგორეთთან. ლუდოგორეთთან გუნდი გაცილებით უფრო მობილიზებული იყო, მაგრამ ალბათ აი ფსიქოლოგიური წნეხი რაც იყო ლუდოგორეთთან თამაშის შემდეგ ვერ გადალახა გუნდმა კი ალბათ ინერციით პირველი ტაიმი, მეორე ტაიმის ნაწილი გუნდი უტევდა, ქმნიდა მომენტებს, მაგრამ ორი კონტრიერიში და ანგარიში 0-2-ია. შორიდან დარტყმა მეკარე ატმოსია. მარამ დაარტყა შორი მანძილიდან და ნიკიჩი ეუფლება ბურთს. ურმაგის ცვლილება ბათუმელთა შემოქმედებით მალი და მუჯირი ემზადებიან მოედანზე გამოსაცვლელად. 15 წუთია დარჩენილი. მუჯირი გასაგებია ცენტრფორვარდია, მაგრამ მალი მარჯვენა მცველია, შეუძლია აქტიურად ჩართვები მარჯვენა ფლანგიდან. ნახოთ, აქ ეს დემჩენკოს გადაწყვეტილებებია, ყველაფერი რა თქმა უნდა ის არის პასუხისმგებელი გუნდის შედეგზე. გარიმა სახიფათოა, მეგოჩნდება მოხდეს ჯობია, რადგან მუჯირი თავით კარგად თამაშობს. ხო, მაგრამ მეორე ფორვარდი არ იქნება, რადგანაც ცენტრფორვარდი ჯალენ ბლესა გადის. რისკი ალბათ არის ფაქტორი, რაც დემჩენკოსათვის ცოტა უცნობია, რომ დამატებით ფორვარდი გამოვიდეს და უფრო მეტი შემტევი ყავდეს თუნდაც რიცხობრივად მოედანზე. ის ნაცვლად შემოვა მალი, ეს საინტერესოა. ხო, აქაც პირდაპირ პოზიციური ცვლილება ჩიტეიშვილი გადის მალი შემოდის. არაფერი ისეთი საბეჭდება რჩება თითქოს რაღაცა გეგმა თითქოს არ არსებობს, რადგანაც რაც იყო აი ეს შემადგენლობა უბრალოდ მოქმედი პირები არიან შეცვლილები. იგივე ტაქტიკა, იგივე მოწოდება მხურვალე გულშემატკივრობაზე ნამდვილად არ აკლდა დინამო ბათუმს, მაგრამ გულშემატკივარის ალბათ თამაშიდან გამომდინარეა ყოველთვის და კი არის ის ერთგული კომაგი, ის ტრიბუნა პირატების, რომელიც ყოველთვის ამხნევს, ყოველთვის გვერდშიუდგას გუნდს, მაგრამ აი როდესაც ასეთი სურათი არის მოედანზე ძალიან ძნელია შემდეგ თუნდაც აი ამ ადამიანებისთვისაც გადალახვა ამ ყველაფრის, რადგანაც უფრო მეტი უნდა დაინახონ მათ და ამისათვის ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. მას შემდეგაც 0-2 გახდა, იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აქტიურად შეუტიეს. ჯერჯერობით ერთ ბათუმელები ვერ ახერხებენ, არის ცვლილებები მაქსიმალურად გააკეთეს. ხო, ცვლილებები, კიდევ ერთი ცვლილება დარჩა. დემჩენკოს და ამ ფეხბურთელები ხა ვით შემოვიდნენ, მათაც უნდა გააკეთონ. ალბათ ყველაფერი იმისთვის, რომ თავი დაამახსოვრონ გულშემატკივარს. აქ კიდევ ერთი ტრავმა. ტამბედუ აი ეს ფეხბურთელი ბუბაკარ ტამბედუ თითქოს რაღაცა დიდი იმედით არის გუნდში მოსული, მაგრამ ჯერჯერობით მისი თამაშიც კი კარგად ითამაშა სუპერთაზე მესამე ადგილისათვის, 2 გოლით გაიტანა, იმედი გააჩინა იმის, რომ კარგი ფეხბურთელი მოვიდა
უჩი, მაგრამ აი ამ დრობევრი არ მიცემი ევროთასებზე, მაგრამ რაც მიეცა თავი რამდენად დაგვამახსოვრა ესე ჯერჯერობით გაკითხავი. იმედი აქვს ხდები და უკეთესად ითამაშეს, მაგრამ ჯერჯერობით სადაც საჭიროა არ ჩანს. 0-2 ძალიან ცუდი შედეგია პირდაპირ ვთქვათ საფეხბურთო შეხვედრის წინ. კი, შეიძლება ამით ყველაფერი არ ხდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს ფეხბურთში, მაგრამ რაღაც საფუძველი უნდა არსებობდეს, რომ თქვათ, რომ მოხდება, მაგრამ აი ესეთი თამაშით რა უნდა მოხდეს? ჯერჯერობით ამაზე პასუხი უბრალოდ არ არის. მონტენეგროს ჩემპიონატის ორი გუნდი ორ დინამოსთან არ ვიცი რანაირად გამოჩნდა, თქვენც ხედავთ. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტი რაც არის იმაზე საუბრობ. კлау ბათუმელი ფეხბურთელები გადადიან. ხარაბაძე. ობახიძე. მარჯვნივ გაკეთა გადაცემა, მალი ვნახოთ რა სიდავს. ცენტრისკენ წავიდა მალი, გაითამაშა თვითი ალექსანდროსთან, ალექსანდროსი. ანდერსონ სილვა, გამბედუ. გასარტყმელია არავერ დაათხა მამუჩაშვილმა, ეხლა თითქოს ალექსანდროს გასარტყმელ პოზიციაზე აწვინებულს, მაგრამ არა. არ გამოვიდა. ძალიან მარტივად აუღო დეჩიჩმა ბათუმის დინამოს სიერში. ეს გამოჩნდა განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც პირველ ტაიმში რავი 4 მომენტი მინიმუმ 5-იც ალბათ მეორე ტაიმში ერთი უიკეტ ფეხბურთელი ისე წამოწვა მოედანზე. ექიმები შემოვლენ. ესეთი ისედაც ამ მდგომარეობაში ხო დინამო ბათუმს ეს ხელს არაფერში არ აძლევს ეს პაუზები. არგენტინელია ეს ფეხბურთელი, რომელიც ახლა მოედანზეა, იან კუმლეიო, ახალ წევრია და ახლა მის კარიერას თუ ჩავხედოთ, არაფრით გამორჩეული არ არის. არგენტინაში თამაშობდა, უბრალოდ ეკუთვნოდა ამ გუნდის ნაკლებია. ნათამაშები ამ ფეხბურთელს ეს არის გუნდი ექსკურსიონისტა, პრიმერა ბეში თამაშობს. როგორც მართლა სერიოზულია მისი ტრავმა და უნდა გავიდეს მოედნიდან. ხო, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ჩვენ ხშირად ვამბობთ სამწუხარო რეალობას, რომ ქართული გუნდები ისტორიას უწერენ აი ეს პატარ-პატარა გუნდებს და ეს ევრო ტურნირებზე მეშვიდე მატჩია მხოლოდ მეშვიდე მატჩია დეჩიჩის და გამარჯვება დეჩიჩ ჯერ არ ქონია. 2021-22 წლებში დირტა კოსოვოს დირტასთან 0-1 0-2 22-23 წლებში დინამო მისთან 1-2 1-1 ნიუსაინსთან მიმდინარე სეზონში 0-3 1-1. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელსაც იგებს ლეონ უიკაი შემოვიდა, ვთქვათ. პირველი შეხვედრა, რომელსაც იგებს დეჩიჩი და რომელსაც გოლი არაა გაშვებული ჯერჯერობით ევროთასებზე. ასე რომ დღევანდელი შეხვედრა მრავალმხრივ ისტორიული შეიძლება გამოვიდეს სამწუხაროდ დეჩიჩისათვის. ბათუმელი ფეხბურთელები კлау
მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება მცველები თამაშობენ. კარისკენ წავიდა ბურთი, მაგრამ მაგ მეკარე იღებს. ხო, ეს აუცილებელია. 93 წუთით იწურება ამასობაში. არ ვიცი, გოლი მაინც რო გაიტანონ, ხავს ვეჭიდებით ალბათ, მაგრამ რაღაცა შეიძლება იმედი დავიტოვოთ ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან კარგია. გასაგებია, არაფერი კარგი არ ხდება, სწორად და კრიტიკას იმსახურებენ თავიდან ბოლომდე ფეხბურთელები, მაგრამ ეს არის ორ-რაუნდიანი დაპირისპირება და ეხლა ხაზის გადაცემა პირველი შეხვედრის შემდეგ, რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება. ამას ჩემი აზრია, მოდი, შეიძლება ბევრი თამაში არ მეთანხმება, მაგრამ ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი თამაშის შემდეგ არ შეიძლება რაღაცა გადაჭრით ყველაფერზე საუბარი. თუმცა რაღაცა ანგარიშის მაინც შეიცვალოს და ორბურთიანი სკოლა ძალიან ბევრი. მარცხენა ფრთიდან ვითარდება იერში ისევ მელები ტამბედუ შეინარჩუნა ბურთი, შემდეგ ხო, მარტო გადაწყვიტა მატჩის ბედის გადაწყვეტა კი არა, გოლის გატანა ალბათ, მაგრამ არ გამოუვიდა, გააჩერეს მისი მოძრაობა. მამუჩაშვილი კუთხურს აწევს. ვერც ერთი კუთხურიდან საფრთხო მომენტი არ შექმნა. პირიქით რამდენიმე კუთხური უბრალოდ გაწვდა და საერთოდ არაფერი არ გამოვიდა. ჩაწოდება გამოიტანეს სველებმა. მეკარე ითამაშებს და რიკარდო სილვა იქნება გუნდთან პირველი. მარჯვენა ფრთა. ჩაწოდება მეკარე თამაშობს აქაც კარგად. ძალიან ოპტიმისტები ალბათ იმასაც იყვიან, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ორბურთიანი სკოლების აღმოფხვრაც შესაძლებელია სტუმრად ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ დაველოდოთ თამაშს. დღეს გადაწყვეტი დასკვნების გაკეთებისგან მე პირადად თავში შევიკავებ და დაველოდები მეორე შეხვედრას. მაგრამ ერთი თქმა შეიძლება, როგორც ჩანს, არის ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგანაც გახსოვს ალბათ აქ სახიფათო მომენტი მაინც არ შევიდა ბურთიკაში. მეკარე მაიღო ისე. და კიდევ ერთი ტრამვა, რა თქმა უნდა, მეკარე გადააგდეს. კიდევ ერთი პაუზა იქნება. რაზე ვსაუბრობ, ახლა გახსოვთ ალბათ სლოვანთან წინა მსოფლიო უკაცრავად ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირება, ეს ბოლო რაღაც წუთების დრამა დავარქვა თუ რა დავარქვა, ბათუმის დინამო გამოეთიშა. შემდეგ შეხვედრაში უკვე აბსოლუტურად მოშლილი იყო გუნდი. დღეს იგივეს ვერ ვიტყვი როგორიცთან გამოთიშვის შემდეგ, მაგრამ რაღაცა ეს ინერციის ჩეტევების გაგრძელება, რასაც მეტოქემაც შეუწყო ხელი, რომ მეტოქემ ძალიან უკან დაიწია მისა ბურთი მასპინძელთა გუნდს, მაგრამ ალბათ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი იყო, რომ წინა შეხვედრის გამოძახილია ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა დღევანდელ შეხვედრაში. შეგვიძლია ამის ყველა განაც 3 წუთია დამატებული და რამდენი უნდა დაამატოს ახლა საჭმა არ ვიცი, ახლა პაუზები ბევრი იყო, ბევრის დამატება შესაძლებელია, მაგრამ არ ამგონია ახლა რაღაც განსაკუთრებული დრო დაამატოს ყაზახმა არბიტრმა. ასე რომ აი ეს ქართული გუნდების ყველას ეხება, ეს არ ეხება მხოლოდ დინამო ბათუმს, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც არსებობს ალბათ და ამაზეც არის სამუშაო. სამუშაო არის ყოველთვის სატრანსფერო ბაზარზე, რომ
7 ფეხბურთელი, 7 მოედნის ფეხბურთელია თადარიგში, უფრო მეტი არის. წესით შესაძლებელი და 2 მეკარე. არავის არ აქვს საწინააღმდეგო რომ 2 მეკარეა თადარიგში ჩაოლებრივი გუნდის გადასაწყვეტია ვის შეიყვანა განაცხადი. შეიძლება რა თქმა უნდა 2 მეკარის შეყვანა, მაგრამ ის რომ მრავალფეროვანი არ არის გუნდი და მწვრთნელსაც არ აქვს იმის საშუალება რომ შემოიყვანოს ფეხბურთელი, ესეც პრობლემა არის, რადგანაც გუნდი ვერ გაძლიერდა დაფული სატრანსფერო ბაზარზე ისე როგორც ეს ალბათ სურვილი ქონდა ბევრი. იგი ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან, რომლის შემცველებიც ყოველ შემთხვევაში რაოდენობრივი თვალსაზრისით ჯერ არ არის. ეხა ის რომ ლაჯოვიცი, ჩაგოვეცი წავიდნენ ცენტრალური მცველებიდან ბევრი არ თამაშია. გაბრიელ რამოსი წავიდა, არკო მენსა წავიდა კუტალია, წავიდა ფაცაცია, წავიდა ციტაიშვილი. ციტაიშვილი ვიცოდით მას კონტრაქტი ეწურებოდა და ალბათ აღარ გააგრძელებდა ეს თავიდანვე იყო ნათელი, მაგრამ ზრუნვა შემცველზე ალბათ ცოტა უფრო ადრე უნდა იყოს დაწყებული იმისათვის, რადგან წინ არის ევროთასები, წინ იყო ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგის ეს ფორმატი ძალიან კარგ შანსს იძლევა. UEFA-ს მხრიდან ეს არის ესეთი გუნდებისათვის, როგორც საქართველოს ჩემპიონი, როგორც მონტენეგროს, სხვადასხვა ქვეყნის გავს ქვეყნების ჩემპიონი, ეს არის მშვენიერი საჩუქარი, რომ გაიხანგრძლივოს ევროთასებზე ასპარეზობა. მაგრამ ჯერჯერობით სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თუ ამას აკეთებენ, ჯერჯერობით ვერაფრით ვერ მოახერხა ეს საქართველოს ჩემპიონმა, რადგანაც ბოლო წლებში რაც ეს ფორმატი არის, ვინც არ უნდა იყოს ეს უპირატესობა ვერ გამოიყენებს. ფური იქნება კიდევ ერთი მარჯვენა ფლანგიდან. ამჯერად უკვე ბოლო წუთი მიმდინარეობს დღევანდელი შეხვედრის. თუ რამდენი იქნება დამატებული ნახავთ მალე, მაგრამ რა შეიძლება ამ დამატებულ დროში ესეც ნახოთ. მეკარე თამაშობს კიდევ ერთხელ კარგად. გადმოვარდნით გუნდზე ვანდერსონ სილვა, ნიკა მალი მარჯვენა ფრთიდან. მორიგი ჩაწოდება საჯარიმოში, თავი დაგდებული გუნდი ტამბედუ. შუდიდან ძლიერი, მაგრამ არასდროს. რამდენია დამატებული ვერ ხედა? 8? კი, 8 წუთია დამატებული. 8 წუთია დამატებული, საკმაო დრო დაამატა. მისა დინამო ბათუმს კიდევ ერთი შანსი მსაჯმა. ყაზახმა არბიტრმა. წინა შეხვედრაში ლუდოგორესთან თუ მსაჯზე ხორვატ არბიტრზე ძალიან ბევრ საუბრობდით და იყო ამის საფუძველი. დღეს რა ვიცი, საიად ყარაბაიევზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. ის თავის საქმეს აკეთებს, შეუულებრივ ისე როგორც უნდა აკეთებს. სამწუხაროდ გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა დატოვა გუნდები. გომისი უკან გადაცემა ვანდერსონი ჩაწოდება გადამწყვეტი დარტყმის უსულობა ჯერჯერობით ვერცეთ ისევ დაიბრუნდა ბათუმელმა სწრაფად კიდევ ერთი ჩაწოდება გადმოვარდნილ გუნდზე მალიმ ვერ მიიღო ბურთი და კონტრიერში მონტენეგროელი ფეხბურთელების დიდი ძალით არ გადავიდა, ეხლა დეჩიჩი გასაგებიც იყო, ალბათ პროგრამა მაქსიმუმი არა, ცოტა მეტიც გააკეთეს დღევანდელ შეხვედრაში, ალბათ ვერც იოცნებებდნენ ამ შედეგზე. დღევანდელ შეხვედრაში ისევ ბათუმელი ფეხბურთელები დარტყმა და მეკარე თამაშობს, ვერც დამატებაზე ვერ ივარგეს და ჯარიმა საბოლოოდ გომისი ჯარიმდება. ერთი გოლის გატანა მაინც უნდა მოხდეს. მეკარე მითამაშა აქ ძალიან კარგად. და გუნდის კაპიტანი დრეშაი რამდენხანში წამოდგება ძნელი სასწრაფო არა მალე წამოდგება. მეკარისგან ასეთი საქციელი ეხლა ეს არ არის სწორი, ეხლა ტრიბუნაზე ამაზე ყვითელი უნდა მიიღოს მეკარიმ. ტრიბუნაზე გადააგდო გუთი და არა უკან. ეს არ შეიძლება უბრალოდ თუმცა ეხლა რა მნიშვნელობაა?
აუტ. ვერაფერს ვეღარ ახერხებენ, ინერციით უწევენ ხოლმე ბათუმელები, ჩაწოდება. არაზუსტი აუზე გადავა. განმეორებით შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება, აქ გეტყვის რა თქმა უნდა. მომდეთა ჩემთვის არის ცნობილი, რასაც ვიხილავთ აჭარის ტელევიზიის მეშვეობით. ჯერჯერობით ბათუმელი ფეხბურთელები ცდილობენ. ერთი გოლი მაინც გაიტანონ. კიდევ ერთი ჩაწოდება, არც ამჯერად გამოდიდა შეტევაში ჯარი. 23 საათზე თბილისის დროით დაიწყება შეხვედრა. განმეორებით მარჯვნივ პოდგორიცაში ბეჭდისა და დინამო ბათუმის შორის. წუთი იყო დამატებული და ხის შემთხვევაში იხარია ხოლმე, როდესაც საჯი ამატებს, როდესაც არის გასატანი, როდესაც არის შესატევი, მაგრამ ეხლა რა ვთქვათ, არც შეტევა, არც. ვერ ვხედავთ იმას, რა შეიძლება შეიცვალოს მოდი პირდაპირ თქვათ. უბრალოდ დღეს მოკლედ რომ შევაფასოთ, დეჩიჩი შეგნებულად მათზე იყო დათმის უპირატესობა. პირველი სადღაც 1 საათის განმავლობაში მთელი გუნდით იცავდნენ. იყო რა თქმა უნდა მომენტები მათგან, რამდენიმე ეპიზოდში კარგად თამაშა მეკარენ, მაგრამ ხის შემთხვევაში შორდავდნენ შემტევები. ძალიან სწრაფი კონტრიერში პირველი რეალურად პირველი მომენტი და გამოიყენეს. ამის შემდეგ უკვე ძალიან უცებ მათ აი ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოახერხეს პირველ რიგში აი ეს ალბათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფი დინამო ბათუმის მდგომარეობის გამოყენება და მეორე კონტროლშიც მიაყოლეს და გაიტანეს მეორე გოლი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჰქონდათ მათ გავსწრება და საერთო ჯამში რომ ავიღოთ შეიძლება ვთქვათ რომ სამჯერ შეუტია რეალურად დეჩიჩმა, მაგრამ აქედან 2 გოლი გაიტანა და ძალიან ბევრი დინამო ბათუმის შეტევა არაფრით არ დასრულდა. გაუნდინარი დასკვნა ერთია დღეს ეკოვიჩმა დაჯაბნა დემჩენკო. შეიძლება ამ ყველაფრისგან შემდეგ დასკვნების გაკეთება და დემჩენკო შეძლებს საფრთხო შეხვედრაში აბსოლუტურად განსხვავებული თამაშით აჯობოს ნეტოკეს ნახოთ. უნდა დაველოდოთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაველოდოთ განმეორებით შეხვედრას. შემდეგაც გვექნება საუბრის საშუალება და განმეორებით შეხვედრის დროს გაცილებით ალბათ ბევრის ხმის საშუალება იქნება და საფუძველიც მათ შორის. გაწოდება მეკარე გამოვარდა, კარგადაც თამაშობს ამ ეპიზოდში. 98 წუთი დაიწყო. ანგარიში არის 0-2. მონტენეგროს ჩემპიონი ამარცხებს საქართველოს ჩემპიონს. ეს არის კონფერენს ლიგის ჯარიმა
ნუ ეს ბოლო ეპიზოდია, შეიძლება რეალურად ბოლო ეპიზოდია დღევანდელი შეხვედრის და მამუჩაშვილი დაარტყას ალბათ აქ მარჯვენა ფეხით ჩვენიერი დასაწყმელი. ცოტა უცნაური იყო იგივე ჩემთვის გუდუშაურის შეცვლა, რომელიც ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის აქტიურია და მუდმივად შეუძლია თამაშის განწყობა და აქტიურად თამაში, თუმცა ცდილობს თავარი წვრილი აკეთებს და თავარი წვრილი წყობს ყველაფერს. ისიც თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ ალბათ უფრო დიდი ძალით გადავიდოდა შეტევაზე დინამო ბათუმი, რიცხობრივად დაამატებდა შემტევებს. არც ეს არ მოხდა. ესეც თulis წარმოსადგენელი. მარა დაარტყავს, თვითონ მან გაასწორა ბოლოს ბურთი. ნახოთ ახლა ვინც დაარტყავს, ყოველ შემთხვევაში ეს ბოლო ეპიზოდია ნამდვილად დღევანდელი შეხვედრის. მარამ დაარტყა და ცოცხალ კედელში უყოფ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოარტყა ბურთი. სადმა დასკერა უკვე თავისააც და მისაა საფინალო ნიშანი. ძალიან გახარებული მონტენეგროელები და